მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. დღეს ერთ დაანონსებულ ისტორიულ თემას ვიწერთ, რომელიც საკმაოდ ცხელი თემა არის, იმიტომ რომ არც დიდი ხანია გასული ამ ყველაფრიდან. მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიაც აქვს ამ ამბავს, ეს ეხება ყარაბაღის ომს. ჩვენთვის ანუ საქართველოს პერსპექტივით საინტერესოა ალბათ მისი განხილვა. თანაც სამეზობლოში ხდება ეს კონფლიქტი და კავკასიური კონფლიქტების ნაწილი არის, რომელიც მოხდა მე-20 საუკუნის მიწურულს და მე-21 საუკუნეში, ანუ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში მომხდარი კონფლიქტებია. ისევე როგორც საქართველოში ამ შემთხვევაში მომხდარი იგივე აფხაზეთის ომი, იგივე სამაჩაბლოს კონფლიქტი, 2008 წლის ომი და ასე შემდეგ. შესაბამისად, ფიქრობ, რომ ქართველებისთვის საინტერესოა, რა თქმა უნდა, ეს კონფლიქტიც. აქ არსებობს, რა თქმა უნდა, ბევრი სხვადასხვა მოსაზრება ამ ომზე, იგივე აზერბაიჯანელების პოზიცია, სომხების პოზიცია, მეზობელი ქვეყნებისა და ასე შემდეგ, შეიძლება განსხვავებული იყოს ერთმანეთისაგან. ამაზე თლად ობიექტურად ვჯელობა ისე, რომ ყველა ერთნაირად დააკმაყოფილოს, ალბათ საკმაოდ ძნელი იქნება. ვინაიდან მე თვითონაც ამ საკითხში გითხრათ ხარ, რომ გარკვეული ნაკლებად ვარ, ვინაიდან მე ვარ შუა საუკუნეების სპეციალისტი და უახლეს ისტორიასთან შეხება ძალიან იშვიათად მაქვს, მაგრამ აქვს შემსტუმარს სამაგიეროდ, რომელიც თანამედროვე კონფლიქტების მკვლევარი არის. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის გიორგი კობერიძე, რომელმაც თვითონ შემომთავაზა, რომ ამ თემაზე კარგი ეპიზოდი გამოვიდოდა და მეც დავთანხმდი სიამოვნებით და იმედი მაქვს, რომ ძალიან საინტერესო ეპიზოდი შედგება. მოგესალმები გიორგი, მიხარია რომ ისევ მოხვედი მწარე პოდკასტში. მოგესალმები ნიკა, პატივია ამ გადაცემაში სტუმრობა კიდევ ერთხელ. მოდი დავიწყოთ თავიდან კონფლიქტის საფუძვლებიდან დავიწყოთ, ანუ რა ტერიტორიაა ყარაბაღი და როდის დაიწყო ამ ორ მხარეს შორის დაპირისპირება ამ ტერიტორიისათვის? ხო, თავად მთიანი ყარაბაღი ნიშნავს შავ ბაღს და სრულად ლოგიკურიც არის, რომ ამ ესე ვთქვათ, სიტყვა შავის უკან რაღაც ვეძიოთ, მაგრამ სინამდვილეში ამ შავის უკან ერთადერთი ესე ვთქვი მარტივი ახსნა შეიძლება იყოს თავად ის, რომ მთიანი მასივია ყარაბაღი და ყოველთვის წარმოადგენდა ეს ერთგვარ საზაფხულო რეზიდენციასაც ხოლმე ირანის ხელისუფლებისათვის და არა მხოლოდ ეს იყო ამის ესე ვთქვათ, სიძვირფასის მიზეზი, არამედ თავად ის ფაქტი, რომ ყარაბაღი არის ერთგვარი ბოლო მთიანი მასივი, ესე ვთქვათ, ბოლო დიდი მთიანი მასივი სამხრეთ კავკასიაში, რომლის შედეგადაც უკვე ობიექტურად რო ვთქვათ, ყველა გეოგრაფიულად იწყება აზია. წარმოადგენდა ერთ-ერთ მთავარ გზაგამტარს და შეიძლება ვთქვათ, როდესაც მოდიოდა მოწინააღმდეგე კავკასიაში სამხრეთის მიმართულებიდან ერთ-ერთი პირველი შეჯახება, ერთ-ერთი პირველი გზა, რომელიც შეიძლება მას გამოეარა, იყო ყარაბაღი და ყარაბაღის მიმდებარე ტერიტორია. იმიტომ რომ ჩვენ ყარაბაღს ვლაპარაკობთ, უნდა ხაზი გაუსვათ, რომ ეს არ არის მხოლოდ მთები, არამედ მის ირგვლივ არსებული ბარის ტერიტორიაა, ბარების ტერიტორიაა და საინტერესო არის ის, რომ ამ ბარის ტერიტორიაზე ძირითადად ცხოვრობდნენ მომთაბარე მოსახლეობა, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, საუბარი მაქვს უფრო მეტად მე-17, მე-18, მე-19 საუკუნეზე, რაც თვისებრივად სრულიად განსხვავებული იყო იმ რეალობისგან, რომელიც მანამდე, ასე ვთქვათ, კავკასიისთვის იყო წარმოდგენილი. როდესაც ვლაპარაკობთ მომთაბარე მოსახლეობაზე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მოსახლეობა იყო ქურთული და საინტერესო არის ის, რომ მართლაც ყარაბაღი იყო ერთგვარი ესე ვთქვათ, ეთნოსიჭრელისაგან შემდგარი მხარე. სადაც ცხოვრობდნენ სომხური მოსახლეობა, სადაც ცხოვრობდა თურქული მოსახლეობა წარმოშობით, სადაც ცხოვრობდა მცირე ირანული მოსახლეობა და სადაც ცხოვრობდა ქურთული მოსახლეობა. და რატომ მინდა ახლა მე ამას გაუსვა ხაზი და რაზე შეიძლება იყოს ამ ხედან დაკავშირება, ხო? როდესაც ასე ვთქვათ, ირანზე ვსაუბრობთ, ირანზე როგორც მფლობელზე, ხშირად წარმოგვიდგება თვალწინა ეს როგორც ირანული პერსპექტივა, მხოლოდ და ირანული კონტროლი და მეტი არაფერი, მაგრამ როგორც წესი, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ყაჯართა პერიოდზე, ვსაუბრობთ ირანზე, რომლის ელიტა თავისთავად არის თურქული. ანუ ამას იმიტომ ვლაპარაკობ და იმიტომ უსვამთ ერთგვარად ხაზს, რომ თავად ასე ვთქვათ, სომხური პერსპექტივით თუ შევხედავთ სურათს, ისინი ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე რეალურად ირანი კი არ იყო რეალურად მაკონტროლებელი ბატონ-პატრონი ან დღის წესრიგის დამდგენი, არამედ თურქული მოსახლეობა, თურქული ელიტა, რომელიც საუბრობდა ადმინისტრაციული ენის თვალსაზრისით ირანულად, მაგრამ სინამდვილეში იყო თურქული. და ისინი მას უწოდებდნენ ან თურქებს, ან თათრებს, ხო? ესეთი გავრცელებული ტერმინი იყო თავად და დღესაც არის პრინციპში ერთგვარად სომხურ საზოგადოებაში, ხო? ეს სიტყვა თათარი, რომელთაც მოიხსენიებენ როგორც აზერბაიჯანელებს, ისე თურქებს, თურქულ მოსახლეობას. და საინტერესო აქედან არის ისიც, რომ
ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსების გამოჩენა მხოლოდ მაშინ არის უკვე დაკავშირებული, როდესაც მხოლოდ მაშინ ხდება რეალისტურად, რაც ასე ვთქვათ, აღმოსავლეთ საქართველოს ხელში ჩაიგდებს რუსეთი. ანუ ის არგუმენტი, რომ სამხრეთ კავკასიის გასაღები ყოველთვის იყო საქართველოს, მაკედანად ჩანს. ანუ სამხრეთ კავკასიაში შემოსვლის რეალისტური შანსი და მისი კონტროლის რეალისტური შანსი გადის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიებზე. მართლა საინტერესო არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერეკლე მეორის პერიოდში რეალური, ასე ვთქვათ, დე ფაქტო არა, მაგრამ ასე ვთქვათ, გარკვეული დე იურე კონტროლის ზონა ყარაბაღისა მოდიოდა, ასე ვთქვათ, ერეკლე მეორეზეც და შესაბამისად აღმოსავლეთ საქართველოზე, ქართლ-კახეთის სამეფოზე. ძალიან საინტერესო ეპიზოდია, მაინც ყარაბაღის სახანო წარმოადგენდა დამოუკიდებელ ერთეულს, რომელიც თვისებრივად იყო პრაქტიკულად ნომინალურად მხოლოდ ირანის, ესე ვთქვათ, და ირანის და შესაბამისად ქართლ-კახეთის ქვეშევრდომი, რეალისტურად კი ის წარმოადგენდა სრულიად დამოუკიდებელ ერთეულს, სადაც მაქსიმუმი იდებოდა იმისათვის, რომ ამ ტერიტორიაზე მომხდარიყო, ეს ტერიტორია მომხდარიყო და ჩამოყალიბებულიყო საერთაშორისო დამოუკიდებელ ერთეულად და აქტორად. ანუ ამის მცდელობა ადგილობრივ თურქულ ელიტას მართლა ჰქონდა. და ამისათვის ისინი ცდილობდნენ დაკავშირებას როგორც ესე ვთქვათ, სხვადასხვა აღმოსავლურ სახანოებთან, ასევე იყო მცდელობა ოსმალეთის იმპერიასთან და ასე შემდეგ. მაგრამ რა თქმა უნდა, დროის გასვლისთანავე, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოში ძალიან ეფექტურად წარმოჩინდნენ და გამოჩნდნენ, ესე ვთქვათ, რუსები და რუსებმა მოახერხეს კავკასიის იმ ნაწილის დაკავება საქართველოს სახით, რომელიც იყო გასაღები პრინციპში ამ ყველაფრის, შემდგომ იწყება ყარაბაღის საკითხის დღის წესრიგშიც დაყენება. პირველ რიგში აღნიშნოთ 1813 წლის გულისტანის ზავი. გულისტანის ზავით, რომელიც მას შემდეგ აფორმდა, რაც რუსეთმა ირანს მოუგო ომი, რეალურად ირანმა დაკარგა ის ნომინალური კონტროლი, რომელიც მას ჰქონდა ყარაბაღზე და ყარაბაღი იქცა ერთგვარად დე ფაქტო, როგორც ვთქვათ, დე ფაქტო კონტროლის ზონად რუსეთის, ოღონდ ეს არ გულისხმობდა, რომ მაგალითად ცენტრალურ ქალაქებში რუსული არმიები იდგნენ. არამედ ეს გულისხმობდა იმ იდეას, რომ ყარაბაღი საკუთარ საგარეო პოლიტიკას შეუთანხმებდა უკვე რუსეთს. ანუ პროტექტორატად აქცია რეალურად რო ვთქვათ, გულისტანის ზავის შემდეგ რუსეთმა ყარაბაღი. თავის პროტექტორატად, რომელიც გაგრძელდა 1822 წლამდე, სანამ არ მოახდინა მისი სრული ანექსია. ამ შემთხვევაში გააუქმა რუსეთმა ყარაბაღის სახანო და მთლიანობაში ის აქცია მის პირდაპირი კონტროლის ზონად. სხვადასხვა ამის შემდეგ იდება ძალიან საინტერესო ზავი და რატო მინდა ამ ზავზე ვისაუბრო პირდაპირ კავშირში არა ყარაბაღთან, მაგრამ თანამედროვე რეალობის აღსაქმელად ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ეს არის 1828 წელს დადებული თურქმან-ჩაის ზავი. ასევე ირანთან, რომლის მიხედვითაც რეალურად გაიყო თანამედროვე აზერბაიჯანელების განსახლების არეალი ორად. გაიყო ორად და ამ ზავს აზერბაიჯანულ ნაციონალისტურ თემში მოიხსენებენ ხოლმე როგორც დიდ ტრაგედიად. დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ თურქმან-ჩაის ზავის შემდეგ აზერბაიჯანული მოსახლეობა, რომელიც ასე ვთქვათ, განლაგებული არის ცხოვრობს არა მხოლოდ თანამედროვე აზერბაიჯანში, არამედ უფრო მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს ირანში. ხას უსვამ, უფრო მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს ირანში, ვიდრე თავად აზერბაიჯანში. ეს ძალიან საინტერესო საკითხია და ხო, იმიტომ რომ აზერბაიჯანი ხო უზარმაზარი პროვინციაა ირანისა, ისტორიული, რომელზეც არსებობდა შუა საუკუნეებში აზერბაიჯანის ათაბეგების სახელმწიფო, რომელიც იყო ერთ-ერთი უზარმაზარი ისლამური სახელმწიფო მაშინდელობაში, ხო? ახლო აღმოსავლეთში და შესაბამისად დიდი ნაწილი იქ არის. ამიტომ რომ ასევე სეფიანთა ირანი, რომელიც შემდგომში წარმოიშვება, აზერბაიჯანელებიც აცხადებენ მას, რომ აი ჩვენი სახელმწიფო იყო, ასე ვთქვათ, ხო? აზერბაიჯანული დინასტია იყო სეფიანები და ირანი, რა თქმა უნდა, რადგან ირანის მმართველები იყვნენ, ირანული დინასტიად ითვლება. ასე რომ აი ეს საინტერესო საკითხი არის ალბათ ამ აზერბაიჯანსა და ირანის აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა. სხვადასხვა მოქმედი აიათოლა ხამენეი ირანის არის წარმოშობით აზერბაიჯანელი. აზერბაიჯანული, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობა ძალიან დიდია, ასე ვთქვათ, ირანში და შესაბამისად მათ აქვს საკუთარი როგორც, ასე ვთქვათ, სახელმწიფო კაბინეტში როლები, ასევე არსებობს, რა თქმა უნდა, იმ ტიპის აზერბაიჯანული მოძრაობები, რომლებიც ემხრობიან თანამედროვე აზერბაიჯანთან მიერთებას. ამიტომაც ირანში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არის უშუალოდ აზერბაიჯანთან მიმართებით და აზერბაიჯანულ საზოგადოებასთან მიმართებით, რადგანაც ისინი ხედავენ აზერბაიჯანული მოსახლეობისგან როგორც შანსებს, ასევე საფრთხეს.
ხო ეს ცალსახა ამბავი ნამდვილად არ არის და დღესაც ეს საკითხი სხვა შორის როდესაც ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარდა ირანში მოგვარდა ნუ ხმა მაღალი ნათქვამია მაგრამ ნუ სამხედრო ასე ვთქვათ სამხედრო კონფლიქტის ესკალაციის შანსები ყოველ შემთხვევაში მინიმუმამდე ჩამოვიდა და თითქოს და უკვე ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა თითქოს რა აღადგინა რეალურად აზერბაიჯანმა ირანში გაჩნდა ძალიან სერიოზული შიში რომ ეს ხო არ მოასწავებდა აზერბაიჯანის მხრიდან უფრო მეტი ტერიტორიების მოთხოვნას და რეალურად ხო არ მოასწავებდა იმას რომ იქნებოდა დიდი აზერბაიჯანის იდეის ეს ვთქვათ ჩამოყალიბების სურვილი რაც რა თქმა უნდა ნაკლებია ამის რეალისტური შანსი იმიტომ რომ კონფლიქტი ვიხილოთ ჩვენ ესე ვთქვათ ირანსა და აზერბაიჯანს შორის მაგრამ ამის შიშები დღემდე არსებობს ხო იმიტომ რომ ძალიან არაპროგნოზირებად გარემოში შევდივართ ჩვენ კიდაც ახლანდელ პოლიტიკურ კი იმიტომ რომ დაირღვა თანამედროვე საერთაშორისო ისა ხო ის მდგომარეობა ის წესრიგი რაც არსებობდა და რა ვიცი რა მოხდება აწი ძალიან ძნელი პროგნოზირებადია რა ხო, ამიტომაც ამიტომ დავაყოლე ეს ფაქტი, რომ რეალურად ძალიან რთული გახდება უკვე მომავალში იმის თქმა, რომ აი რაღაც აღარ მოხდება უეჭველად. ხო, საინტერესო არის ის, რომ როდესაც პირველი მსოფლიო ომი იწყება, პირველ მსოფლიო ომში რუსეთი ესე ვთქვათ მარცხდება და ხედავთ რომ კავკასიაში შემოდის როგორც გერმანული, ასევე ბრიტანული, ასევე ოსმალური გავლენები და არა მხოლოდ გავლენები საკუთარი საჯარო ფორმირებების შემოყავთ მათ აქვს განსხვავებული მიდგომები, საერთოდ განსხვავებული მიდგომები კავკასიასთან მიმართებით. აი, მაგალითად, ოსმალეთი რა თქმა უნდა პრო-აზერბაიჯანული არის და ის ესე ვთქვათ, ბაქოს დაკავებასაც ცდილობს, რომ ყარაბაღი გადაწყვიტოს საბოლოო ჯამში და მთელი კავკასიის საკითხი, სადაც აზერბაიჯანული თემი ცხოვრობს, გადაწყვიტოს აზერბაიჯანის სასარგებლოდ. და ამასთანავე აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ პერიოდში უკვე დაწყებული არის პანთურქიზმის მოძრაობა, ანუ დიდი თურქული სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობის განხილვა უკვე მიმდინარეობს, რომ ხომ არ უნდა შეიქმნას დიდი თურქეთი, ესე ვთქვათ, ბალკანეთიდან მოყოლებული ციმბირამდე ტერიტორიებზე, ნუ ამაზე საუბარი მიმდინარეობდა და სხვათა შორის დღესაც ძალიან პოპულარული არის მსგავსი შეხედულებები თურქეთში, თუ პანთურქული მოძრაობები არსებობს და სხვათა შორის პანთურქული მოძრაობების, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობა ყარაბაღის, ასე ვთქვათ, მეორე და პირველ ომში, ორივე ომში რაღაც დონეზე იყო მათი, ასე ვთქვათ, მონაწილეობა და ჩართულობა შესამჩნევი. ნუ განსაკუთრებით საინტერესო იყო პირველ ომში, თუმცა ამას რა თქმა უნდა უფრო მოგვიანებით შევეხები. რაც შეეხება გერმანიას, გერმანიის საკითხი იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ გერმანია, რომელიც კავკასიაში შემოვიდა ოსმალეთთან ერთად, თუ შეგვიძლია ასე დავარქვათ, მაგრამ ნუ სხვანაირი ინტერესები ჰქონდათ მათ. გერმანია იყო პრო-ქართული და გარკვეულწილად პრო-აზერბაიჯანული, ოღონდ ამას ცოტა სადაო ამბავია, იმიტომ რომ მისი დამოკიდებულება მაინც და მაინც იმაზე არ ყოფილა, რომ დიდი აზერბაიჯანი ან ზოგადად აზერბაიჯანის სახელმწიფოზე რაიმე აქცენტი ექსკლუზიურად გაეკეთებინა მას, ეს უფრო მეტად იყო მისი მოკავშირეობიდან გამომდინარე ოსმალეთის იმპერიასთან, რომელიც მეტნაკლებად ესე ვთქვათ ცდილობდა კავკასიის იმგვარად წაღებას, რომ უფრო მეტი შეხვედროდა მას ვიდრე გერმანიას. ნუ საბოლოო ჯამში ეს ვიცით, რომ გერმანიასა და ოსმალეთს შორის კავკასიაში რაღაცა სრული გადანაწილება არ მომხდარა, ვერ მოხდა, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ომი დამთავრდა იმაზე, ესე ვთქვათ, მძიმედ ორივე სახელმწიფოსათვის, ვიდრე ეს შეიძლება რაღაცა მანამდე ომამდე მოეწოდა ვინმე. მაგრამ მესამე აქტორი ბრიტანეთი არის ყველაზე საინტერესო. როგორც წესი მიაჩნიათ ხოლმე რომ ბრიტანეთი იყო პროსომხური პოზიციის. ესეთი რაღაცა მითოსური ვერსია არსებობს რა, ეგრე არ არის. ბრიტანეთი ძალიან ფრთხილი სახელმწიფო იყო და ცდილობდა ესე მარტივად არ გადაეწყვიტა ეს კონფლიქტი ისე რომ აი თქვა რომ ან შენ, მაგრამ ბრიტანეთმა ყარაბაღის ტერიტორიების მმართველად აირჩია ხოსრო ბეი სულთანოვი. რატო ახსენე ხოსრო ბეი სულთანოვი და რას გვაძლევს ეს? ხოსრო ბეი სულთანოვი იყო აზერბაიჯანელი, შესაბამისად, ასე ვთქვათ, ჰქონდა სურვილი გაეტარებინა აზერბაიჯანული ინტერესები, მაგრამ ბრიტანეთი მას აფრთხილებდა, რომ კრიტიკულად რაიმე ისეთი გადაწყვეტილება არ მიეღო, რაც დამატებით ესკალაციას გამოიწვევდა და რომ მოლაპარაკებები ტერიტორიების გადანაწილების შესახებ და კონტროლის შესახებ უნდა დარჩენილიყო და უნდა გადაწყვეტილიყო სამშვიდობო კონფერენციებზე, განსაკუთრებით პარიზში, ხო? ეს იყო ესე ვთქვათ ხაზგასმა ამის. ამიტომაც რო ვთქვათ, რომ აი ბრიტანეთის როლი ეგრევე რო ვთქვათ, რომ იყო დაუშვათ პროსომხური, ნამდვილად არ არის ესე. ის პირიქით ცდილობდა, რომ რაღაცა ეპოვა უფრო შუალედური გამოსავალი, მაგრამ კონფლიქტის ესკალაციისგან თავის დაზროვას ცდილობდა. ნუ სადაო საკითხია, რატო აირჩია მან მაინც ხოსრო ბეი სულთანოვი და არა მაგალითად რომელიმე ლოკალური სომხური, ასე ვთქვათ, ლიდერი. მით უფრო რომ სომხური მოსახლეობა ყარაბაღის ტერიტორიაზე
უწყვეტად, ანუ თითქმის ისტორიული უწყვეტობა აქვთ მათ. აი ახლა ამას რატო უსვამ ხას, რომ ეს საკითხი თავად სომხურ თემშიც დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი სულ ამაზე საუბრობენ ხოლმე, რომ პრაქტიკულად ეს არ ყოფილა მომენტი, ისტორიული მომენტი, ასე რომ ვთქვათ, ხანგრძლივობის პერიოდში, როდესაც დაკარგა სომხურმა თემმა აქ ცხოვრების უფლება ყარაბაღის ტერიტორიაზე ამბობ. ამაზე შედარება შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ იგივე ერევანთან დაკავშირებით. ცნობილი ამბავია, რომ მიუნხენის კონფერენციაზე 2019 წელს, თუ არ მეშლება 2019 წელი, 2019 უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდა ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს და მათ მოვიდათ ერთგვარი დებატი იმასთან დაკავშირებით, რომ რა შეიძლება ყოფილიყო ისტორიული სამართლიანობა. და ფაშინიანმა თქვა, რომ ისტორიულადო, ეს სიტყვები, ვთქვათ, ღაფ სიტყვებს გაუსვა ხაზი, რომ ისტორიულადო ყარაბაღში სულ სომხური მოსახლეობა იყო უმრავლესობაში თუ არა, ყოველ შემთხვევაში თავარი წამყვანი ძალაო, ყოველთვის სომხური მოსახლეობა იყო. და ალიევმა უპასუხა, რომ თუ ეგ მოცემულობა შენთვის მნიშვნელოვანიაო, შეგახსენებ იმ ფაქტს, რომ ერევანში და ერევნის მიმართულებით იყო პერიოდი, როდესაც უმრავლესობას წარმოადგენდნენ აზერბაიჯანული თურქული მოსახლეობა. ანუ ეს თითქოს არაფერი, მაგრამ როდესაც ისტორიულ სამართლიანობაზე მიდგება ხოლმე საუბარი, ნებისმიერ ასეთ დეტალს შეიძლება კონდეს გადამწყვეტ და კრიტიკული მნიშვნელობა, ხო? სწორედ აი ამიტომაც არის, რომ როდესაც ისტორიულ უწყვეტობაზე ვლაპარაკობთ, სომხური, ასე ვთქვათ, კულტურისათვის, სომხური პოლიტიკისათვის, სომხური, ასე ვთქვათ, ნაციონალური ნარატივისა თუ მითოსისათვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ყარაბაღი. მით უფრო რომ ყარაბაღში ჩვენ ხვდებით ძალიან ბევრი ისტორიულ, ასე ვთქვათ, ძეგლს, ისტორიულ მონასტერს, რომელიც დაკავშირებული იყო მართლაც ზოგიერთი მონასტერი დაკავშირებულია მე-13-მე-14 საუკუნესთან, უფრო ახლები მე-17-მე-18 საუკუნესთან. ამიტომაც ეს არსებული ძეგლები, არსებული ესე ვთქვათ მემკვიდრეობა სომხური, ასე ვთქვათ, ნაციონალური ცნობიერებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობის არის, დიდი მნიშვნელობის იყო და დიდი მნიშვნელობის იქნება და ამიტომაც უსვამენ ხოლმე ისინი ხაზს, ისინი ამ ფაქტს. რაც შეეხება დაუბრუნდეთ ჩვენ მოდი ახლა საერთაშორისო ფაქტორებს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იყო ის განსაკუთრებული აქტორი და განსაკუთრებული მოთამაშე ამ პერიოდში, როდესაც ის ძალიან მხარს უჭერდა დიდი სომხეთის იდეას. მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თურქეთში მას არ ყავდა საჯარისო ფორმირებების შეყვანილი და საერთოდ ის თურქეთის წინააღმდეგ ომში არ მონაწილეობდა, ეს საინტერესო ფაქტი არის. ოსმალეთზე მაქვს საუბარი. გამოვიდა რომ მისი მხრიდან სევრის შეთანხმების აღსრულების სურვილი, რომელიც მოიაზრებდა პოტენციურად დიდი სომხეთის იდეას, ფიზიკურად შეუძლებელი იყო. მეორე შეიძლება ყოფილიყო საფრანგეთი, რომელმაც სცადა რეალურად არა მხოლოდ ოსმალეთის ტერიტორიების ისეთ პროვინციების წაღება, როგორც შეიძლება სირია ყოფილიყო და სირიასთან ერთად ლიბანის წაღებას მოიაზრებდა, რომელიც ბრიტანელებთან ერთად გადანაწილება მოხდა საიქს-პიკოს შეთანხმებით. არამედ და საიქს-პიკოს შეთანხმება დაკავშირებულია კიდე სხვა ბევრ პრობლემასთან ახლო აღმოსავლეთში ზოგადად, მათ შორის ვიცით ეს ისრაელი-პალესტინის კონფლიქტზე. არამედ საინტერესო იყო ისიც, რომ საფრანგეთის მცდელობა, რომ ოსმალეთის და უკვე ოსმალეთის სამართალმემკვიდრეის თურქეთის წინააღმდეგ უფრო მეტი, ესე ვთქვათ, მოთხოვნები რეალიზება მოეხდინა მოთხოვნების, წარუმატებელი გამოდგა, იმიტომ რომ აქ გამოჩნდა ესეთი პერსონა, როგორც გახლდათ ქემალ ატათურქი. სწორედ აი ამ დისკურსში ვხედავთ, რომ დიდი სომხური იდეის ხორცშესხმა პრაქტიკულად შეუძლებელი გამოდგა და კონფლიქტი გადაიზარდა რეალურად ძალიან მძიმე ახალი სახის, ესე ვთქვათ, დაძაბულობაში აზერბაიჯანულ და სომხურ თემებს შორის, ასე ვთქვათ, ყარაბაღის ტერიტორიაზე, როდესაც ორივე სახელმწიფომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. აი ეს პერიოდი იმიტომ არის ძალიან საინტერესო, რომ კონფლიქტი მათ შორის იყო არა მხოლოდ ყარაბაღთან დაკავშირებით. აი ეს ხშირად ესეთი მცდარი წარმოდგენა არსებობს, რომ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის კონფლიქტი იყო მხოლოდ რაღაცა კონკრეტულ ტერიტორიაზე მთიან ან მთების ირგვლივ არსებულ ბარის მასივთან. არა, ეს ამბავი მცდარია. მათ შორის კონფლიქტი იყო ასევე იმ ტერიტორიებზეც, რომელიც თანამედროვე აზერბაიჯანულში ცნობილია როგორც ზანგეზური, რომელიც მოიაზრებდა არა მხოლოდ, ასე ვთქვათ, თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიებს, არამედ იმ სომხეთის პროვინციასაც, რომელსაც სიუნიქი ეწოდება დღეს. სიუნიქი არის უკიდურესად სამხრეთული პროვინცია სომხეთში და შესაბამისად მისთვისაც მიმდინარეობდა კონფლიქტი და მეტიც.
დაძაბულობა და კონფლიქტის კიდევ ერთი წყარო იყო ნახიჩევანი, რომელიც დღეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია, აზერბაიჯანის ექსკლავი, ანკლავური წარმონაქმნი ანკლაურია თვისებრივად, მაგრამ ექსკლავი არის, იმიტომ რომ ესაზღვრება მას ორი და მეტი სახელმწიფო, მინიმუმ ესეთი არის ექსკლავის დეფინირება, ანუ მას ესაზღვრება სომხეთი, ირანი და თურქეთი. პირდაპირ აზერბაიჯანი მას როგორც თავარი აზერბაიჯანის ტერიტორია მას არ ესაზღვრება, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ აი ამ სამი კონფლიქტური ზონისათვის ზანგეზური, რომელზეც ვახსენე, რომელიც უფრო დიდი ტერიტორიაა ვიდრე ის, რასაც თანამედროვე აზერბაიჯანულ სივრცეში ხვდებით, ის მოიცავს საკმაოდ დიდ სივრცეს თანამედროვე სიუნიკის პროვინციანად, ნახიჩევანს, სადაც სომხური მოსახლეობა ცხოვრობდა და აზერბაიჯანული მოსახლეობა ცხოვრობდა და ყარაბაღს, რომელშიც უფრო მეტი იყო სომხური მოსახლეობა ვიდრე აზერბაიჯანული მოსახლეობა. აი ახლა რატო ვახსენე ეს ძალიან საინტერესო ეთნიკური შემადგენლობა, რომ სომხური მოსახლეობის სიჭარბე იმდენად მასშტაბური იყო, რომ ძალიან რთულად იპოვიდი თქვენ საქალაქო ტიპის დასახლებას, მცირე თუ დიდი საქალაქო ტიპის დასახლებას, ანუ ურბანული ტიპის დასახლებას, სადაც აზერბაიჯანელები წარმოადგენენ უმრავლესობას. არა. აზერბაიჯანული მოსახლეობა, ანუ თურქული მოსახლეობა უფრო მეტად ცხოვრობდა ბარში და უფრო მეტად ცხოვრობდა სასოფლო ტიპის დასახლებებში ყარაბაღის ტერიტორიაზე. ანუ ამ ვითარებაში არის, როდესაც ვითარდება უკვე ძალიან მძიმე კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1918 წლებში და მთავრდება იმით, რომ ამ უმნიშვნელოვანესი ტერიტორიის ცენტრალური ქალაქი შუშა ექცევა შეტევის ერთ-ერთ მთავარ, ესე ვთქვათ, მიმართულებად, სამიზნედ აზერბაიჯანული ნაწილების მხრიდან და შუშას ალყისა და შტურმის შემდეგ ქალაქი პრაქტიკულად უცხოვრებლად იქცევა. ეს არის ძალიან მძიმე ისტორიული მეხსიერების ნაწილი, თავად სომხურ, ესე ვთქვათ, თემში, რომლებიც ამბობენ, რომ აი შუშას განადგურება 1919-20 წლებში იყო ის დიდი მომამზადებელი ტრაგედია თუ როგორ ვთქვათ, მომამზადებელი ეთნიკური წმენდა, რომელსაც ისურვებდაო აზერბაიჯანი, რომ განეხორციელებინა სომხეთის წინააღმდეგ. აი ეს არის ის ძალიან საინტერესო პოლიტიკური, ესე ვთქვათ, თხრობა და პოლიტიკური ამბავი, რომელსაც ყოველთვის ყვებიან ხოლმე, ესე ვთქვათ, სომხურ თემში, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო შემდგომი აგრესიების და შემდგომი გენოციდისაც კი, ესე ვთქვათ, საწყისი. და თან ეს ის პერიოდი ემთხვევა ამ ამბავს, როდესაც ძალიან ახალი მომხდარია ანატოლიაში სომხური მოსახლეობის მასშტაბური ხოცვა-ჟლეტა, ხო ეს ასე ვთქვათ, ცნობილი ამბავი 1915 წელს. შესაბამისად ეს გარკვეულწილად მეხსიერება, რომ მართლა ძალიან მძიმე ტრაგედია გაიარა სომხურმა საზოგადოებამ, კვლავ ცოცხალია და შესაბამისად ძალიან ფრთხილად ეპყრობიან ისინი ნებისმიერ ურთიერთობას, თვითონაც პოზიტიურ ურთიერთობას, ესე ვთქვათ, აზერბაიჯანულ და თურქულ მოსახლეობასთან. მეორე მათთვის ტერმინოლოგიურად ისინი გამოხატულები იყვნენ როგორც თურქები ან თათრები. მაგრამ აი ამ პერიოდში ჩნდება საბჭოთა კავშირი. ჩნდება რა საბჭოთა რუსეთი, მოდის ჯერ იპყრობს აზერბაიჯანს მე-11 არმია, შემდეგ იპყრობს ესე ვთქვათ სომხეთს და ეს კონფლიქტი ღია ჭრილობად რჩება. ანუ ეს კონფლიქტი გადაჭრილი არ იყო. ისე იკავებს საბჭოთა რუსეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს, რომ კონფლიქტები მათ შორის გადაჭრილი არ არის, ღია ჭრილობა მათ შორის ურთიერთობა და ამ ღია ჭრილობაში რეალურად ერევა კავბიურო, ანუ კავკასიის ბიურო, რომელიც ცდილობს გადაჭრას კონფლიქტი არა მაინც და მაინც რაღაცა ბუნებრივი სამართლიანობის ლოგიკით, არამედ იმ ლოგიკით, რომ შეძლოს მან და აკონტროლოს, ასე ვთქვათ, ორივე პოტენციურად საომავლო საბჭოთა რესპუბლიკა, იმიტომ რომ ცნობილი არის, რომ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ოფიციალურად საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკათა კავშირი შეიქმნა 1922 წელს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 21-ში რეალურად მას დაკავებული ჰქონდა საფრად კავკასიის ყველა ქვეყანა, მათ შორის ბოლო იყო ტრაგიკულად საქართველო, ხო ეს ცნობილი ამბავია. მაგრამ ამ კავბიუროს მიდგომა იყო ესეთი, რომ პირველ რიგში უნდა აღნიშნოთ თუ როგორი სიტუაცია გახდათ ბაქოში. ბაქო იყო ერთ-ერთი ყველაზე საბჭოთა, პროსაბჭოთა ქალაქი მთელს ამ ახლად შექმნილ, ასე ვთქვათ, სახელმწიფოთა რესპუბლიკათა შორის ერთობლიობაში. ერთ-ერთი ყველაზე პროსაბჭოთა ქალაქი. წითელი ქალაქი იყო ის კასპიის ზღვაზე. დიდი ხნის განმავლობაში, სანამ საერთოდ მისი, ესე ვთქვათ, დაპყრობა მოხდებოდა საბჭოთა რუსეთის მიერ. სწორედ ამიტომაც ეს პოზიტიური სენტიმენტები მისდამი არსებობდა. ეს ერთი.
მეორე საინტერესო იყო ის რომ ერთგვარი პოზიტიური სიგნალის გაგზავნა ხდებოდა ქემალ ათათურქთან მიმართებით საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან და ისინი ცდილობდნენ ქემალ ათათურქთან არა მხოლოდ პოტენციური კონფლიქტები აერიდებინათ თავიდან, არამედ გარკვეული დათმობებზე წასულიყვნენ და საბოლოო ჯამში მათ შორის სასაზღვრო სივრცის გადაწყვეტილება მომხდარიყო ისე რომ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩენილიყო ამა თუ იმ ფორმაში. ამიტომაც ერთგვარი პოზიტიური სიგნალის გაგზავნასაც ემსახურებოდა, როდესაც ნახიჩევანი დარჩა აზერბაიჯანს და ყარაბაღის საკითხიც გადაწყდა. ისე და იმგვარად უშუალოდ კავკასიის ბიუროს ჩარევით, რომ ის დარჩა აზერბაიჯანს და მას მიენიჭა არა ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი, როგორც ნახიჩევანს, არამედ მიენიჭა ავტონომიური ოლქის სტატუსი. ანუ ერთი საფეხური დაბალი ავტონომია მიიღო ყარაბაღმა ტერიტორიაზე, სადაც მას აბსოლუტური სომხურ მოსახლეობას აბსოლუტური უმრავლესობა ჰქონდა. ნახიჩევანში მას უმრავლესობა არ ქონია. ანუ ნახიჩევანში სომხური მოსახლეობა უმცირესობა იყო, მაგრამ ყარაბაღში უმრავლესობა იყო. და ნახიჩევანში რაც უმცირესობა იყო სომხური მოსახლეობა მიიღო ავტონომიური ოლქის სტატუსი, რესპუბლიკის სტატუსი უკაცრავად, ანუ უფრო მაღალი სტატუსი, ხოლო უფრო დაბალი სტატუსი მიიღო ოლქის სტატუსი მიიღო ყარაბაღმა, სადაც სომხურ მოსახლეობას ჰქონდა უმრავლესობა. ნუ ეს არის ძალიან საინტერესო. და აქედან გავდივართ აი მესამე მიზეზზე. ეს მიზეზი არის მართლაც ყველაზე ესეთი საინტერესო მიზეზი, ეს არის ურთიერთკონტროლის ზონა. რომ ანუ ეკონტროლებინათ ამ მეთოდით როგორც აზერბაიჯანი, ისევე ეკონტროლებინათ, ესე ვთქვათ, სომხეთი, იმიტომ რომ ცნობილი ამბავია, ჩვენ თუ დავხედავთ ეთნიკურ განლაგებასა და მასის გაშექმნილ რუკებსა და ასე ვთქვათ, ტერიტორიებსა თუ ავტონომიებს, შუა აზიაში, არ მინდა თავი დავანებოთ ახლა ყარაბაღს, შუა აზიაში აღმოჩენთ ისეთ ესე ვთქვათ, უცნაურ მართლაც შექმნილ ტერიტორიებსა და კონტროლებს ერთი სახელმწიფოსი მეორე სახელმწიფოს ტერიტორიას და ანკლავებს ერთი სახელმწიფოსი მეორე სახელმწიფოში, რომ კალეოდოსკოპურ სურათს მივიღებთ. აი დღეს რომ თავი დავანებოთ ყველაფერს. დღეს რომ ჩვენ შუა აზიას დავხედოთ, კალეოდოსკოპური იქნება იქ ესე ვთქვათ ერთმანეთის სახელმწიფოებში არსებული ანკლავების რაოდენობა. სწორედ აი ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ასეთი ანკლავური კონტროლის ზონები შეიქმნა ერთგვარად ესე ვთქვათ საბჭოთა კავშირს, რომ დაებალანსებინა და ეკონტროლებინა და პერმანენტული შიში ყოფილიყო, რომ აი თუ რამეს ისე აღარ იქნებოდა, გამოეყენებინა ეთნიკური უმცირესობები პოტენციურად მოწინააღმდეგის ესე ვთქვათ დაცაბალანსებლად, ვერ ვიტყვი რომ დასაშინებლად სწორი იქნებოდა რა. რა თქმა უნდა, ეს კი არ გულისხმობდა იმას, რომ საბჭოთა კავშირი თუ ოდესმე დაიშლებოდა, მერე გაეკონტროლებინათ ერთმანეთი. არა, ეს უშუალოდ საბჭოთა კავშირშივე მომხდარიყო, ესე ვთქვათ, ამ ეთნოსების გამოყენება თავიანთ სასარგებლოდ. და თან ისე რომ ესეთი იერარქიული ყოფილიყო, რომ პატარა ეთნოსები დიდ ეთნოსებს დაემორჩილებოდნენ და მთელი სტალინური იერარქია იქნებოდა ამაში, რომელიც მოგვიანებით ძალიან ესე კარგად ჩამოყალიბდა, ხო, რომ პატარა ერები ემორჩილებოდნენ დიდ ერებს, დიდი ერები უფრო დიდ ერებს და ასე შემდეგ. საბჭოთა კავშირის შიგნით ლოგიკურად ეგეთი იერარქია სურდა მას და ამიტომაც იყო, რომ მისი აზრით და ზოგადად ეს საბჭოთა იერარქიის აზრით თავში იყო, ესე ვთქვათ, რუსეთი თავის რუსულთან ერთად, რუსულ ენასთან ერთად. საინტერესო არის ის, რომ როდესაც ავტონომია ყალიბდება მთიანი ყარაბაღის, თავდაპირველად აზერბაიჯანი ძალიან ეფექტურად ვერ ახდენს აქ მოსახლეობის ეთნიკურ ცვლილებებს, მაგრამ თანდათან, აი ეს არის ძალიან საინტერესო, თანდათან ხდება აზერბაიჯანული თემის ზრდა. განსაკუთრებით კი ეს ზრდა იწყება 50-იან წლებში. 50-იან წლებში აზერბაიჯანული მოსახლეობის ჩასახლება და სამუშაოდ გაგზავნა ყარაბაღის ტერიტორიაზე სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს და სწორედ ეს ხდება იმის მიზეზი, რომ 60-იან წლებში, 63 წელს იყო ერთ-ერთი პირველი დიდი მასობრივი დემონსტრაცია და მოთხოვნა იმისა, რომ ყარაბაღი გადაცემულიყო სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას. ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი მოვლენა და ამას მოყვა შეტაკებები, ამას მოყვა სისხლისღვრა და ამას მოყვა რა თქმა უნდა დაკონსერვება ამ საკითხის ისე როგორც იყო. მაგრამ ამით ნათელი გახდა თავად აზერბაიჯანისათვის ის ფაქტი, რომ ყარაბაღის საკითხი მისთვისაც არ იყო გადაწყვეტილი. მე რა რო ის აკონტროლებდა ამ ტერიტორიებს. მე ამით არაფერი არ იცვლებოდა, სწორედ ამიტომაც დაიწყო დაჩქარებული წესით აზერბაიჯანული მოსახლეობის ასე თქვა ჩასახლება და ზრდა ამ ტერიტორიაზე,
რათა ეს ეთნიკური შემადგენლობა realობაში შეეცვალათ. აი, უბრალოდ მარტივი რო პროცენტი მოვიყვანოთ, მაგალითად 1960 წლისათვის ყარაბაღის ტერიტორიაზე დაახლოებით 85% იყო სომხური მოსახლეობის რაოდენობა, მაგრამ იგივე რო ავიღოთ ჩვენ 1980 წლისათვის, მათი საერთო რაოდენობა უკვე ჩამოსული იყო 75%-ზე. ამიტომაც გამოდის რომ ზრდა რეალურად აზერბაიჯანულ თემში და შემცირება სომხურ თემში მოსახლეობის ეს იყო ერთ გრძელვადიანი პროგრამა, გრძელვადიანი ესე ვთქვათ, ხედვა და გეგმა, რაც შეიძლება ქონდა აზერბაიჯანის ასე ვთქვათ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას და რისიც ძალიან ეშინოდათ სომხურ მოსახლეობას. ანუ ეშინოდათ რომ თანდათან სომხური თემი გაქრებოდა. და სხვათა შორის საინტერესო არის რომ 80-იან წლებში აი ამბებს ყვებიან რომ აი როგორც დაემართაო ნახჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში სომხურ თემსო, რომ ისინი მინიმუმამდე შემცირდნენ და უკვე მოგვიანებით ომის პერიოდში სრულიად დაიცალა იქ ესე ვთქვათ სომხური კვალიც კი გაქრა რეალურად, ამის შიში ჰქონდათ რომ აი ხომ არ მოხდება ეს ჩვენს თავს. სხვათა შორის ერთი საინტერესო რაღაცაც არის, რაც ეშმაკობა დაუძახოთ ამ ყველაფერს საბჭოთა თუ მავნებლობა როგორც თქვენ გნებავთ. როდესაც შეიქმნა ყარაბაღის ავტონომიური ოლქი, ეს ავტონომიური ოლქი იყო ანკლავი. ანუ მას არ ქონდა ბმა, პირდაპირი ბმა, ფიზიკური სასაზღვრო ბმა სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასთან. ანუ მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად მათ შორის არის ერთი პატარა ლაჩინის დერეფანი. პატარა ლაჩინის დერეფანი, ხო? რომელიც რომ ასევე გადაცემული იყო, ასე ვთქვათ, ყარაბაღის ავტონომიური ოლქისათვის შეიძლება ამ ყველაფერს შეიძლება მათ შორის ასე ვთქვათ, ურთიერთობა რა თქმა უნდა იქნებოდა ეს ერთ დაძაბული, მაგრამ ამ ყველაფერს ექნებოდა უფრო ფსიქოლოგიურ და სიმბოლურად შეიძლება ნაკლები პრობლემა ყოფილიყო, მაგრამ ისე გააკეთეს საბჭოთა ხელისუფლების შიგნით ამ ოლქის საზღვრები, რომ ოლქს არ ქონოდა პირდაპირი კავშირი, პირდაპირი ფიზიკური, ესე ვთქვათ, კავშირი სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასთან. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, მაშინ საზღვრები თავისუფალი იყო და მიმოსვლა ესეთი პირდაპირი იყო და რეალური ფიზიკური საზღვარი არსებობდა, თუკი ჩვენ დავხედავდით რეალ კონტროლის ზონას, ვინ სად როგორ აკონტროლებდა, ამით ნათელი შეიქმნებოდა, რომ რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში უფრო მეტი იქნებოდა თავისუფლება ეკონტროლებინათ მათ ის ტერიტორიები, რომლებზეც მოსახლეობის გაგზავნა და ჩასახლება შეეძლოთ. ამიტომაც ცნობილი არის, რომ ლაჩინი, რომელსაც სომხები ბერცორს ეძახდნენ, პრაქტიკულად მისი ბერცორში მოხდა მასობრივი აზერბაიჯანული თემის ზრდა და შესაბამისად იმ პოტენციურ ფიზიკურ საზღვარზე ყარაბაღსა და სომხურ, ასე ვთქვათ, სომხეთს შორის იყო დიდი რაოდენობით აზერბაიჯანული თემი დასახლებული. აი ეს არის ძალიან საინტერესო ესე ვთქვათ საკითხი აქ ასევე, ხო? და სწორედ აი ამ პერიოდში უკვე 80-იან წლებზე მოვდივარ ჩვენ და მივდივართ უკვე საკვანძო ეტაპზე, კონფლიქტის საკვანძო ეტაპზე. ხედავთ 1988 წლის 20 თებერვლის მასობრივ დემონსტრაციას სტეფანაკერტში. სტეფანაკერტი იყო და არის ადმინისტრაციული მთავარი ქალაქი ყარაბაღში, მიუხედავად იმისა, რომ კულტურული, ასე ვთქვათ, ცენტრი იყო შუშა. ყოველთვის კულტურული ცენტრი იყო შუშა, მაგრამ მთავარი ქალაქი იყო სტეფანაკერტი, რომელშიც ცხოვრობდნენ დიდი რაოდენობით სომხური უმეტესობა, აბსოლუტური უმეტესობა იყო სომხური მოსახლეობა, განსხვავებით შუშასაგან, სადაც მოსახლეობა 1988 წლისათვის უკვე იყო შერეული. ანუ შუშაში რეალურად აზერბაიჯანული თემის ზრდა ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა და ისტორიულადაც შუშაში უფრო მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობდა ვიდრე იგივე სტეფანაკერტში, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ იყო მთავარი ადმინისტრაციული ქალაქი, ესე ვთქვათ, ყარაბაღის. აქ საინტერესო არის ის, რომ დემონსტრაციები სტეფანაკერტში ძალიან დიდი, უცნაურად დიდი ხასიათი აქვს, მას მასობრივი შეკრება არის ამ დემონსტრაციებზე და ამასთანავე საინტერესოა, რომ ადგილობრივი სომხური ომონი, რომელიც საბჭოთა, რა თქმა უნდა, საბჭოთა შემადგენლობაში ხდება ეს ყველაფერი, ხო, საბჭოთა კავშირის, ადგილობრივი სომხური ომონი არათუ არ არბევს დემონსტრაციას, არამედ დემონსტრაციის ორგანიზებას ახდენს. ეს ყველაფერი ხდება საბჭოთა კავშირში, სადაც არასანქცირებული დემონსტრაციების შედარება აკრძალულია, ხო? და დემონსტრაციებზე ღიად ითხოვენ, რომ ყარაბაღის, რომელსაც ისინი არწახს უწოდებდნენ, არწახის გადაცემა მომხდარიყო, სტატუსის შეცვლა მომხდარიყო და გადაცემა მომხდარიყო მისი სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისათვის. აი ეს არის
საინტერესო ეპიზოდი ძალიან, იმიტომ რომ ამ გვარი ესე თქვა დემონსტრაციების ხილვა და შემდგომ განხორციელების დაშვება უკვე იყო ძალიან ცუდი პრეცედენტი. ეს ისე პრეცედენტი იყო, რომელიც გლასნოსტის პერიოდშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ გლასნოსტის პერიოდი გვაქვს და პერესტროიკის პერიოდი გვაქვს გორბაჩოვისთან გამომდინარე, მაინც ქმნიდა ისეთ საშიშ პრეცედენტს, რომელსაც მე სრულიად შეიძლება მოხოლოდა რიგში ისეთი რესპუბლიკების მხრიდან დემონსტრაციების გამოთხოვნა და გადაცემების მოთხოვნა და სტატუსის შესწრის მოთხოვნა, როგორიც შეიძლება ყოფილიყო იგივე მოლდოვაში, დნესტრისპირეთ, იგივე შეიძლება ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიებთან მიმართებით, აფხაზეთთან და ცხინვალის ოლქთან მიმართებით. ამიტომაც ეს ძალიან საშიში პრეცედენტი იყო და რა თქმა უნდა, მაშინდელმა საბჭოთა ხელისუფლებამ ამაზე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ასე ვთქვათ, ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციაც ჩაერთო ამ პროცესში და ისინიც ითხოვდნენ. სხვათა შორის როდესაც მოხდა სპიტაკის მიწისძვრა და დაინგრა მთელი ესე ვთქვათ ეს სომხური ქალაქები, ჩასული გორბაჩოვი, რომელიც ხდებოდა ადგილობრივ სპიტაკში მცხოვრებ სომხურ მოსახლეობას, სპიტაკში მცხოვრები სომხური მოსახლეობის ნაწილი არამხოლოდ იმას აყენებდა მოთხოვნად, რომ დახმარებოდა საბჭოთა ხელისუფლებას სახლების აღდგენაში, არამედ იმაშიც, რომ ყარაბაღის საკითხი მათთვის სასურველად გადაეწყვიტათ. ანუ ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ამით კარგად ჩანს თუ რამდენად სერიოზულად იყო აღქმული უშუალოდ არამხოლოდ ყარაბაღის მოსახლეობაში სომხეთისათვის გადაცემის პოტენციური საკითხის დღის წესრიგში დაყენება, არამედ უშუალოდ სომხეთშიც რამდენად სერიოზულად უყურებდნენ ამ საკითხს და რამდენად სასურველი იყო ესე ვთქვათ ამ საკითხის იმგვარი დაძვრა, რომ საბოლოო ჯამში მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილი იყო, ხო ეს ყველაფერი. და აი ამის შემდეგ უკვე ხედავთ ჩვენ დაპირისპირების ტალღების დაწყებას. იმიტომ რომ დაპირისპირების ტალღები იწყება ერთ დღეში არ ხდება. მას სჭირდება თავიდან საინფორმაციო ეტაპი, შემდგომი არის იდეოლოგიური ეტაპი, შემდეგ არის მომზადების ეტაპი და ბოლოს არის განხორციელების ეტაპი. ეს ეტაპები, რომელიც ახლა მე ჩამოთვალე, თითქმის ყველა ან კონფლიქტს ან აგრესიას, ან დაძაბულობას, ან ომს ყველაფერს წინ უძღვის. იმიტომ რომ საინფორმაციო და ასე ვთქვათ, იდეოლოგიური ეტაპის გარდა, რომელიც თითქმის ერთმანეთს გავს, მაგრამ იმით განსხვავდება, რომ საინფორმაციო ეტაპი არის უფრო მეტად ფაქტების ინტერპრეტირების ეტაპი, ხოლო იდეოლოგიური არის აი მე სარჩულის მიცემა, მორალური სარჩულის დადება პროცესისადმი. ამის ესე ვთქვათ, განხორციელება ძალიან ეფექტურად დაიწყო ორივე მხრიდან. ორივე მხრიდან დაიწყო ძველი ზიზღების გახსენება, ძველი დაპირისპირების გახსენება და სწორედაც იმ კონფლიქტის გახსენება, რომელიც საბჭოთა შემადგენლობაში შესვლამდე გახდათ მათ შორის განხორციელებული, ხო? ცნობილი ამბავია, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ესე ვთქვათ, ნეგატიური დამოკიდებულება იყო უშუალოდ დიდ ქალაქებში. ანუ არა მაინც და მე სოფლის თემში, რომლებიც თავისუფლად ვაჭრობდნენ ერთმანეთში აგრარულ სფეროსთან მიმართებით, არამედ დიდ ქალაქებში, სადაც შედარებით ნაკლები იყო ესეთი ვაჭრობები ერთმანეთთან, ანუ აგროსფეროში, იმიტომ რომ ცნობილია, რომ აზერბაიჯანული და სომხური თემი ერთმანეთთან აგროპროდუქციით ისინი ვაჭრობდნენ ერთმანეთში, მაგრამ აი დიდ ქალაქებში, მაგალითად იგივე რა ვიღო ჩვენ ბაქოს თავზე არსებულ ქალაქ სუმგაიჩი, აქ სიტუაცია სრულიად სხვანაირი იყო. 1998 წელს სუმგაიჩი ხდება ძალიან მძიმე მდგომარეობა. სწორედაც ეს ემთხვევა დემონსტრაციების დაწყებას სტეფანაკერტში, როდესაც აზერბაიჯანულ ქალაქ სუმგაიჩი ხდება პოგრომი სომხური თემის წინააღმდეგ და ისინი ითხოვენ სომხური მოსახლეობის გაყვანას და გასახლებას აზერბაიჯანიდან. ანუ ეს ყველაფერი ხდება თან ვიმეორებს საბჭოთა კავშირის შიგნით. იმიტომ რომ შეუძლებელია ხო ესე მარტივად რო შეხედოთ რომ ესე ეთყობოდა ხო საბჭოთა კავშირიც როგორ შერყეული იყო მაგდოს მაგაზე ხო აბსოლუტურად ზუსტად აბსოლუტურად და სხვათა შორის ამიტომაც არის რომ ხანდახან უწოდებენ ხოლმე ამას საბჭოთა კავშირის შიგნით მიმდინარე პატარა სამოქალაქო ომებსო სამოქალაქო ომი არ არის რა თქმა უნდა ეთნიკური ომები არის მაგრამ სამოქალაქო ომებს იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის შიგნით ხდებოდა ომები ხო ეს რაღაც დონეზე შეიძლება ეს წააგავდეს მართლა შუა საუკუნეებში ბიზანტიის შიგნით პროვინციებს შორის დაწყებულ ომებს მაგრამ ნუ ესეთი გვარი დაპირისპირება იყო მათ შორის და სუმგაიჩი მიმდინარეობს პოგრომი, სადაც
სომხურ მოსახლეობას ნაწილს კლავენ და ნაწილის გასახლება ხდება რეალურად გამოყრასახლებიდან ისინი ზოგი ტრანსპორტით, ზოგი ფეხით მიემართება სომხეთისაკენ, ძალიან ბევრი გზაში ზოგი კვდება, ზოგი ჩაღწევს, ანუ ძალიან ძიმე ტრაგედია ხდება სუმგაითში და 3 დღის განმავლობაში ეს ხოცვა-ჟლეტა და დაპირისპირება და შეტაკებები გრძელდება, სანამ საბჭოთა ომონი არ შედის ისინი გასაკონტროლებლად ადგილობრივი ისე ვთქვათ ტერიტორიების, ხო? მიუხედავად აი სუმგაითში მომხდარი ამბისა, საბჭოთა კავშირში არ ჩქარობენ. მეტიც საბჭოთა კავშირში გორბაჩოვის მხრიდან ხდება მითითება ჰეიდარ ალიევისათვის, რომელიც გახდათ ქვეყნის ვიცე-პრემიერი, რომ ფრთხილად მიეღო მას გადაწყვეტილება, ფრთხილად მიეღო აზერბაიჯანს გადაწყვეტილება და არ ეჩქარა აზერბაიჯანს გადაწყვეტილებები, მით უმეტეს არ ეჩქარა ან სტატუსის გაუქმება ავტონომიური ოლქის ან ადგილზე რაღაცა დამატებითი ომონის შეყვანა ან ასე შემდეგ. ეს იყო ძალიან საინტერესო მიდგომა, იმიტომ რომ ნათელი იყო იმისა, რომ საბჭოთა კავშირი თავდაპირველად უფრო მეტად იხრებოდა აზერბაიჯანისაკენ. ეხლა ეს შეიძლება ვიღაცას თქვის იყო ძალიან უცნაური განცხადება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ყარაბაღის ომში რუსეთის მონაწილეობა იყო ნათლად პროსომხური, მაგრამ საბჭოთა კავშირის არსებული, ასე ვთქვათ, ხელისუფლება გორბაჩოვის ხელმძღვანელობით ვერ ვიტყვით რომ ის ძალიან აქტიურად უჭერდა სომხეთს მხარს, პირიქით ის რაღაც მომენტში, თავდაპირველ კონფლიქტის თავდაპირველ მომენტში იყო გადახრილი უფრო მეტად აზერბაიჯანის მხარეს. გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ პრეცედენტი შექმნა მას ნამდვილად არ სურდა. თუმცა მოგვიანებით სიტუაცია ძალიან მალე იცვლება. ეს არის საინტერესო ის, რომ ამ პერიოდში უკვე ადგილობრივი სომხური მოსახლეობა, რომელიც ხედავს, რომ სუმგაითში მოხდა, ასე ვთქვათ, ეს მასობრივი პოგრომი, იწყებს დატოვებას უშუალოდ აზერბაიჯანის ტერიტორიის და მთლიანობაში ცნობილი არის, რომ დაახლოებით აზერბაიჯანი საბჭოთა კავშირის გრევის ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში დატოვა 9 მილიონმა სომხურმა მოსახლეობამ. ეს არის დაახლოებითი ციფრი, რიცხვი, რაზეც მიმდინარეობს ხოლმე საუბარი. ანუ ძალიან დიდი რაოდენობით მოხდა მათი გასვლა, ეტაპობრივი, რა თქმა უნდა, ერთ დღეში ისინი არ დაუტოვებიათ მათ. და ყარაბაღის ტერიტორიაზე დაიწყო სომხურმა მოსახლეობამ შეიარაღება. ეს პერიოდი, როდესაც უკვე საბჭოთა კავშირი იშლება, ასევე ნათელია, რა თქმა უნდა, და იარაღი შედარებით ადვილად იშოვება. და დაიწყო ამ იარაღის ყიდვა, ზოგმა იარაღი გაცვალა რაღაცა ფულზე, ზოგმა იარაღი გაცვალა ალკოჰოლზე, საბჭოელ სამხედროებზე მაგ რომლებიც ყარაბაღში არიან ბაზირებულები, ან მიმდინარეობს უკვე დაშლის მძიმე პროცესი არის უკვე 98 წლის შემდგომ პერიოდზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ეს არ მოხდა ერთ დღეში, მაგრამ ნათელი იყო რომ სომხური თემი აღარ აპირებდა ამ კონფლიქტის მშვიდობიანობაზე საუბარს, თუ შეგვიძლია ასეც დავარქვათ. და სწორედ აი ეს პერიოდია, როდესაც ხდება კრიტიკული ამბავი ამ კონფლიქტში. მიუხედავად იმისა, რომ შეერაღებული მხარე ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს სომხურ ძალებზე, ისინი ლოკალური თავდასხმებით მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ, ესე ვთქვათ, აზერბაიჯანულ ომონზე და აზერბაიჯანულ მოსახლეობაზე, ჯერ მასშტაბური ხასიათი არ აქვს მიღებული. აი ამ პერიოდში ხდება გადამწყვეტი ფაზა, რამაც კონფლიქტი ომში გადაზარდა, იმიტომ რომ 88-91 წლებში იყო უფრო მეტად ნელი ინტენსივობის ფაზა, როდესაც მასშტაბური ხასიათი არ ქონია შეტაკებებს და მოდიოდა უფრო მეტად ლოკალურ არეალზე, მაგრამ 91-ში უკვე 90-91 წლებში ხდება უკვე გადამწყვეტი ფაზა, როდესაც ომში გადაიზრდება კონფლიქტი. და ამის კულმინაცია არის ოპერაცია ბეჭედი. ოპერაცია კალიცო, რაც იყო წამოწყებული საბჭოთა და აზერბაიჯანული ნაწილების მიერ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, რადგანაც ამის შემდეგ კონფლიქტის მოგვარებაზე, რეალისტურ მოგვარებაზე საუბარი, მშვიდობიან მოლაპარაკებაზე საუბარი ძალიან არადამაჯერებელი იყო და ნახოთ რა ხდება ამ პერიოდში. მართლაც ოპერაცია ბეჭედის პერიოდში შაუმიანის ოლქში, რომელიც გახდათ ყარაბაღის ჩრდილოეთით უფრო მეტად ბარზე, გაშლილ ბარზე მცხოვრები მოსახლეობა შაუმიანის ოლქში, როდესაც ცხოვრობდა, ყარაბაღის ჩრდილოეთით, ანუ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ხდება ის, რომ აზერბაიჯანული ომონი და საბჭოთა ნაწილები შედიან და იწყებენ ეთნიკურ წმენდას.
კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო ეს სიტყვა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი ამ პერიოდში ისევ არსებობს და ეს არ არის პოგრომი. ეს არ არის დაჯგუფებების მიერ მივარდნა და სახლებიდან გამოყრა ხალხის. ეს არის გეგმაზომიერი ეთნიკური წმენდა. ანუ პრაქტიკულად ისინი შედიან და იწყებენ შაუმიანის ოლქის სრულ კონტროლს. ანუ ეს ხალხს ყრიან სახლებიდან, ხალხს სახლებს უწავენ, სოფლებს ანადგურებენ, ეუნებიან რომ დატოვონ რამდენიმე საათში ეს სოფლები. ანუ მასობრივი ეთნიკური წმენდა მიმდინარეობს შაუმიანში და ომონის ნაწილი ესე ვთქვათ აღწევს უკვე სტეფანაკერტის მისადგომებთან და ჩვენ ხედავთ რომ აი აქ უკვე სტეფანაკერტის მისადგომებთან ეს ცენტრალური ეთნიკური წმენდის მომენტი სრულიად შეჩერდა. ანუ ეს არის ერთგვარი შაუმიანის ოლქის მოსუფთავება ადგილობრივი სომხური თემიდან გახდათ იმის ნიშანი რომ ამ კონფლიქტის გადაჭრა მხოლოდ რეალისტურად ომიდან თუ იქნებოდა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში ზოგადად ოპერაცია ბეჭედთან ერთად მცდელობა არის რომ მოგვარდეს კონფლიქტი ის მგვარად რომ ჩაერიონ მაგალითად ჩაერიოს ბორის ელცინი. და ცნობილი ამბავია რომ ბორის ელცინი არის უკვე რუსეთის ხელისუფლება, ხოლო საბჭოთა ხელისუფლება ცალკე ჯერ კიდევ არსებობს. უბრალოდ ის კატასტროფულად ასუსტებულია 91 წლისათვის და საბჭოთა და აზერბაიჯანული ომონი შაუმიანის ოლქის წმენდის შემდეგ საკმაოდ დემორალიზებულები არიან ისინი, იმიტომ რომ ძალიან ძიმე ოპერაციაა, როდესაც ეთნიკური წმენდას ახორციელებს სადამშრალო ოპერაცია არის და თან უკვე გაურკვეველი არის საბჭოთა კავშირის ბედი და რა იქნება შემდგომი რეალობა. სწორედ აი ამ პერიოდში ჩდება ძალიან პატარა შანსი. ძალიან პატარა შანსი, იმიტომ რომ მოლაპარაკებები იწყება რუსულ სოფელ ჟელეზნოვოდსკის ტერიტორიაზე. და ხდება კომუნიკეს, ანუ ერთგვარი შეთანხმების დადება, რომლის და მიხედვითაც უნდა დარჩენილიყო ტერიტორიული მნიშვნელობის პრინციპი კვლავ ძალაში აზერბაიჯანის, მაგრამ უნდა მოგვარებულიყო სრულიად ეთნიკური უმცირესობების პრობლემა. ანუ ამ შემთხვევაში რაღაცა ძალადობაზე ეთნიკური წმენდა, იძულებით აზერიზაცია ეს ტერმინი იყო გამოყენებული, აზერიზაცია სხვა არ უნდა მომხდარიყო და ასე შემდეგ. ანუ ამაზე საუბრობდნენ თავად სომხური ასე ვთქვათ წარმომადგენლები და ეს არ უნდა მომხდარიყო. და სწორედაც მომლაპარაკებელი მხარეები რეალურად იყვნენ ყაზახეთიდან, რუსეთიდან წარმომადგენლები და რა თქმა უნდა სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. მაგრამ მათ შორის მოლაპარაკება დასრულდა ამ კომუნიკეს კი მიიღებით, მაგრამ პრაქტიკაში ის არასდროს განხორციელებულა, რადგანაც ამ პერიოდში ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, ეს სასახლეთი რამაც გამოკრა თუ შეგვიძლია ასე დავარქვათ და ეს არის კარაკენდის ტრაგედია. ეს არის 1991 წლის ნოემბერი, როდესაც კარაკენდის თავზე მფრინავი აზერბაიჯანული შველმფრენი ჩამოაგდეს და ამ აზერბაიჯანული შველმფრენის ჩამოგდების შემდეგ იღუპება აზერბაიჯანის მხრიდან წარმომადგენლები, ასევე როგორც რა თქმა უნდა მომლაპარაკების სხვა მხარეების წარმომადგენლები, მაგრამ აზერბაიჯანის მთავრობის მაღალჩინოსნებიც არიან დაღუპულებს შორის და პრაქტიკულად ეს იყო იმის ნიშანი, რომ ომი დაიწყო, ან რეალურად ომი დაიწყო. მოდი თქვათ კარაკენდის ტრაგედიაზე ცოტა უფრო მეტი, იმიტომ რომ კარაკენდის ტრაგედიაზე არის ძალიან ბევრი შეთქმულების თეორია, რომელიც არ ვიცი სწორია თუ არა. არის ძალიან დამაჯერებელი ვარიანტი, რომ ჩამოგდებული იქნა ეს ადგილობრივი სომხური ძალების მიერ ეს შველმფრენი. მაგრამ არის იმის ვარიანტი, რომ ეს ჩამოგდებული იქნა რუსული უშიშროების მიერ. არა საბჭოთა უშიშროების მიერ, არამედ რუსული უშიშროების მიერ. ანუ ამას კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ საბჭოთა და რუსული ხელისუფლება თლად რომ ერთმანეთის თანმხვედრი ყოფილიყო თუნდაც კონფლიქტის აი ამ ომამდელ ფაზაში, ან კონფლიქტურ ფაზაში, ესკალაციის ეტაპის ფაზაში, სადაოა. მათ ჰქონდათ განსხვავებული მიდგომები, მაგრამ უკვე აი 91 წელს ნათელი იყო, რომ რუსეთი კარგად ხვდებოდა, რუსეთის ხელისუფლება ელცინის მეთაურობა კარგად ხვდებოდა, რომ სიტუაცია იყო სრულიად სხვა და ამიტომაც მათი დამოკიდებულება ეტაპობრივად გადაიხარა სომხეთის მხარეს და საბოლოო ჯამში გახდება სრულიად პროსომხური, ამასაც ახსნი რატო და რა მიზეზით რამდენიმე წუთში.
მაგრამ როდესაც ხდება კარაკენის ტრაგედიის ასე ვთქვათ ესე დეტალურად რომ შეუმფრენი როგორ იქნა ჩამოგდებული რა ასე ვთქვათ თანადგარებით რომ რამე შეობით როგორ ისი ზუსტით არის ვარიანტი რომ ეს ყველაფერი იცოდნენ რუსებმა და შესაბამისად რუსებმა ჩამოაგდეს კარაკენის თავზე შეუმფრენი. სწორედაც ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ხდება შეცვლა რუსეთის დამოუკიდებლების შეცვლა რა რუსეთის დამოუკიდებლობა როგორც ყალიბდება პროსომხურად შეცვლა არა უფრო ჩამოყალიბება არის ის რომ აზერბაიჯანში ძალიან ძლიერი პროს-თურქული განწყობები ყალიბდება. ნუ ეს ის პერიოდია, როდესაც უკვე საბჭოთა კავშირი ირღვევა 99 წლის ბოლოა და შესაბამისად ვიცით რომ ხელისუფლებაში აზერბაიჯანის არის კი მუტალიბოვი, რომელიც მაინც და მაინც პრო-თურქული არ არის, მაგრამ მისგან დამოუკიდებლად არსებობს ძალიან ძლიერი აბულფაზ ელჩიბეის ფრთა, რომელიც გამოირჩევა აი მართლაც ამ პან-თურქული იდეებით. ელჩიბეი არის ადამიანი, რომელიც ხარს უჭერდა დიდი თურქეთის იდეას, რომელიც შეიძლება მოაზრებული ყოფილიყო, გადაჭიმული ყოფილიყო დაუშვათ თანამედროვე ბალკანეთთან მართლაც იმბირამდე პერიოდში. და ცნობილი ამბავია, რომ ელჩიბეის აკუთვნებენ ამ ცნობილ ფრაზას, რომელიც მას თქვა, რომ აზერბაიჯანელები და თურქებიო ვართო ერთიერიო ორ სახელმწიფოშიო. ნუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია მის მხრიდან, ხო? ერთი ერი ორ სახელმწიფოში. ელჩიბეის ფრთა უკვე ძალიან ძლიერი იყო და ჩვენ ვიცით რომ მოგვიანებით ელჩიბეი იმარჯვებს კიდეც 92 წელს ის საერთოდ პრეზიდენტი ხდება ქვეყნის. და ელჩიბეი ძალიან საინტერესო ფიგურაა, იმიტომ რომ მას აუცილებლად დაუბრუნდები მე, მაგრამ სწორედ ამ მოვლენის შემდეგ, ანუ როდესაც ხდება უკვე კარაკენის ტრაგედია და სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, აზერბაიჯანში იღებენ გადაწყვეტილებას, რომ გააუქმონ ავტონომიური ოლქის სტატუსი ყარაბაღს და უშუალო კონტროლს დაუქვემდება რონ. რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი სომხური მოსახლეობა უარს აცხადებს ამ პერიოდის და ამ პერიოდზე დამორჩილებაზე და თავისი შეერაღებული ფორმირებებით იკავებენ ყველა იმ სამხედრო სტრატეგიულად მნიშვნელოვან პოზიციას, რომელიც აუცილებელი არის ყარაბაღის კონტროლისათვის. ამ პერიოდში იწყება უშუალო დაბომბვა სტეფანაკერტის. რეალურად მისი დებლოკირების აუცილებლობას ხედავენ სომხური ესე თქვა ძალები და ფიქრობენ რომ შუშას დაკავება ერთის მხრივ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომელიც არის ზეგანზე და ხოჯალის დაკავება, რომელიც სიახლოვესაც მდებარეობს აეროპორტი. სწორედაც ამ ასე თქვა ოპერაციებში მონაწილეობს 366 რუსული პოლკი. აი ამას იმიტომ უსვამ ხას, რომ ამ პერიოდში ეს ის პერიოდი, როდესაც ხდება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული მოვლენა ამ ომში. დასახლება ხოჯალის შტურმი და მისი აღება 1992 წლის 26 თებერვალს ამას მოყვა განუკითხაობა და გენოციდი აზერბაიჯანული მოსახლეობის. აზერბაიჯანული მოსახლეობა, რომელიც ცდილობდა გამოსულიყო ხოჯალიდან, მოყვა არამხოლოდ საარტილერიო ცეცხლში, არამედ გამოსვლისას მოყვა ჩასაფრებაში და მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა დაიწყო, რასაც ხელმძღვანელობდა არამხოლოდ სომხური ფორმირებები ხელმძღვანელობდა, არამედ 366 პოლკი. იმიტომ უსვამ ხას 366 პოლკს, რომ მისი ხელმძღვანელობა და მისი შემადგენლობა ძირითადად იყო რუსებისაგან დაკომპლექტებული. ეს არ გახლავთ სომხური დანაყოფი. ეს გახლავთ რუსული დანაყოფი, რუსული პოლკი. შესაბამისად აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდში, რომელიც ეს გენოციდი იყო, იმიტომ რომ საუბარი არის 600-მდე მოკლულ ადამიანზე, ხო, რამდენიმე საათის განმავლობაში, მშვიდობიან მოსახლეობაზე მაქვს საუბარი და ეს იყო მიზანმიმართული განადგურება მოსახლეობის აზერბაიჯანული. მონაწილეობას იღებენ რუსული ნაწილები, იმიტომ რომ ამის მიზეზი არის ის, რომ მათ აწყობთ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის ერთის მხრივ ფუნდამენტური დასჯა, ის რომ აზერბაიჯანმა აირჩია და გაძლიერდა აზერბაიჯანში პრო-თურქული კურსი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ეს არის ცდილობა, რომ მათ უკვე დაშლილი საბჭოთა კავშირის პირობებში შეინარჩუნონ კონტროლის ზონა უშუალოდ, ესე ვთქვათ, კავკასიის ტერიტორიაზე. და თან აღსანიშნავი ფაქტი არის თავად ის რეალობაც, რომ ამ პერიოდში სტეფანაკერტში კიდევ ბაზირებული არის რუსული 363 მოტოსტროლელი პოლკი, რომლებიც აქტიურ ლოჯისტიკურ მომარაგებას უწევენ სომხურ ფორმირებებს.
ამიტომაც რომ ჩვენ რო ვთქვათ რომ აი მაგალითად მხოლოდ ერთი პოლკი მონაწილეობდა ამ კონფლიქტში რუსების და ისინი ან კი ან არა ესე არ არის. იქ კიდევ იყვნენ სხვა დანაყოფებიც, რომლებიც უშუალოდ იყვნენ მთავარი იარაღისა და ლოჯისტიკის მომარაგებლები ადგილობრივი ბლოკირებული სტეფანაკერტისათვის. ასე რომ ვთქვათ. და ზოგადად ბლოკირებული ყარაბაღის ტერიტორიებისათვის, სადაც სომხური მოსახლეობა და სომხური ბანკფორმირებები იმყოფებოდნენ. საინტერესო არის ის, რომ უშუალოდ რუსეთის ჩარევის საფუძველი იყო ისიც, რომ სომხეთში რჩებოდა გიუმრიში რჩებოდა რუსული სამხედრო ბაზა და რომელიც ხოთაშორის დღემდე არსებობს და გიუმრიდანაც ხდებოდა უშუალოდ ძალიან სწრაფი მონაწილეობა და მომარაგება ამ ტერიტორიების პირდაპირ ესე ვთქვათ ფრენებით მიუხედავად იმისა რომ უშუალოდ დერეფანი არ ქონდა ფიზიკური დერეფანი ჯერ კიდევ არ ქონდა ასე ვთქვათ სომხურ მოსახლეობას აღებული. საინტერესო არის ის რომ სწორედაც როდესაც ხოჯალის დაკავება მოახერხეს შემდგომი სამიზნე იყო შუშა და შუშას აღებაშიც უშუალოდ მონაწილეობდნენ რუსები. ეს იყო ძალიან დეტალური ლოჯისტიკური ინფორმაციის მიწოდება, სად რა იყო, სად რა მდებარეობდა, სად რისი აღება იყო საჭირო და ამ ყველაფრის გეგმაზომიერი ესე ვთქვათ ინფორმირება და ესე ვთქვათ მიწოდება მოახერხეს რუსებმა სომხური ძალებისადმი, რომლებმაც აიღეს შუშა 92 წელს და პრაქტიკულად მოახერხეს სტეფანაკერტის სრული დებლოკირება, აღარ იყო ისე თქვა, აღარ იბომბებოდა და აღარ იყო ის აყურ მდგომარეობაში და რა თქმა უნდა შემდგომ სამიზნედ მათ დაისახეს ძალიან მნიშვნელოვანი დაეკავებინათ ლაჩინის დერეფანი, ანუ დერეფანი უშუალოდ რომლიდანაც ისინი უკასულიყვნენ ფიზიკურად სომხეთის საზღვარზე, რადგანაც სომხეთიდან მიიღოთ მათ მოხალისეები, დანაყოფები, დამატებითი ასე ვთქვათ ფიზიკური აღჭურვილობა და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა ინსტრუქტორები, რომლებიც ასე ვთქვათ სომხურ არმიაში იმყოფებოდნენ. ხოთაშორის საინტერესო არის ის, რომ ძალიან ცუდი შედეგები აჩვენა ორივე შემთხვევაში, როგორც ხოჯალიში, ესევე შუშაში აზერბაიჯანულმა სამხედრო ძალებმა და ამაზე არსებობს ძალიან ბევრი ვერსია. ერთ-ერთი მთავარი ვერსია არის ის, რომ ძალიან მაღალი მორალი ჰქონდათ, ძალიან დიდი სამხედრო სურვილი და მაღალი სამხედრო მორალი ჰქონდათ სომხურ ძალებს, რადგანაც ისინი ფიქრობდნენ, რომ რაღაც ისტორიულ ტერიტორიებს იბრუნებდნენ და ათავისუფლებდნენ ისინი აზერბაიჯანელებისაგან. ეს იყო ერთ-ერთი ამხსნელობითი მექანიზმი, მაგრამ მეორე არის თავად ის, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ხელმძღვანელობა ოფიცრების დონეზე იყო ძალიან სუსტი და სხვათა შორის ცნობილი ამბავია, რომ საბჭოთა ჯარში სომხური ესე ვთქვათ მოსახლეობა უფრო მეტ გამოცდილებას იღებდნენ და უფრო ისეთ საბრძოლო სივრცეებში და საბრძოლო მიმართულებით ესე ვთქვათ საქმდებოდნენ და იყვნენ წარმოდგენილი, ხო აი უფრო მეტად მომარაგებაში ან ესე ვთქვათ სამხედრო მანქანების გადაადგილება, ანუ საუბარი მაქვს ზღოლად ყოფნა, დისტრიბუცია, უფრო აი მიმართულებით იყვნენ ხოლმე უფრო მეტად აზერბაიჯანელები წლების განმავლობაში გაწეული. შესაბამისად ის ესე ვთქვათ სამხედრო გამოცდილება საბჭოთა ჯარში უფრო მეტი ქონდათ სომხებს მიღებული ვიდრე აზერბაიჯანელებს. ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი. თუმცა აი თავარი მიზეზი ის რომ ამ პირველივე შეტაკებებში ძალიან ცუდი შედეგები აჩვენეს აზერბაიჯანელებმა იყო თავად აზერბაიჯანის შიგნით მიმდინარე დაპირისპირება და ქაოსი და ვიცით რომ როდესაც მუტალიბოვის ხელისუფლება მართლაც ემხობა ხოჯალის ტრაგედიის ფონზე ხელისუფლებაში მოდის აბულფაზ ელჩიბეი, რომელიც ღიად ვიმეორებ უკვე პროტურკულ პოლიტიკას ატარებს. ის არჩევნებით მოდის ყველა შორის იმარჯვებს არჩევნებში, მოდის ხელისუფლებაში და იწყება მისი მხრიდან ამ სამხედრო მორალისა და სამხედრო მდგომარეობის გაუმჯობესების მცდელობა. სხვათა შორის მისი მცდელობა იყო მართლა ძალიან ორგანიზებული, ის დაუკავშირდა თურქეთს, ის ცდილობდა რომ თურქეთისგან მიიღო რაღაც ინფორმაცია, ინსტრუქტორები და ასე შემდეგ, რამაც რუსული ჩარევადობა კიდევ უფრო მეტად გაზარდა. ელჩიბეის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმ სურათს, რომ ელჩიბეი ცდილობს დაიწყოს გადამწყვეტი სამხედრო ფაზა და რაც არ უნდა მოხდეს, არ დაუშვას სომხური ნაწილების შესვლა ლაჩინის მიღმა. ხრატო უსვამ ხას ამას. რომ ლაჩინის ჩრდილოეთით და სამხრეთით ლაჩინის დერეფანი მთიანია, ასევე მეტაკლებად მთებს შორის მოქცეული გზა მიუყვება ლაჩინს. ლაჩინის ჩრდილოეთით არის ბარი
შედარებით დაბლობი არის, მთები გადმოყურებს მას, ქალბაჯარის ასე ვთქვათ რაიონი არის ასე ვთქვათ ზემოთ მოქცეული, ხოლო ლაჩინის სამხრეთით არის ასევე შედარებით უფრო მეტად ბარული ტერიტორია და ამ მიმართულებით არ მოხდეს დაშვება სომხური ნაწილების შემოყვანის. ანუ ის ფიქრობს, რომ ელჩიბეი ფიქრობს, რომ ლაჩინის დერეფნის კონტროლის დაბრუნება, ლაჩინის დერეფნის მოსპობა და საბოლოო ჯამში კვლავ და ასე ვთქვათ ბლოკირება ყარაბაღის შეიძლება რეალურად მოხდეს. თავარი არის არ მოხდეს, არ დაუშვას ქალბაჯარის დაცემა, ანუ ამ შემთხვევაში იმ ტერიტორიების დაცემა, რომელიდანაც ახალი გზები გაეხსნებათ სომხურ ნაწილებს უშუალოდ ყარაბაღის მიმართულებით. სხვათა შორის სწორედ ამიტომაც ის იწყებს ძალიან მნიშვნელოვან და ცნობილ ოპერაციას. ამ ოპერაციას ეწოდება ოპერაცია გორამბოი. ოპერაცია გორამბოი იყო აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის ზენიტი. ანუ ამაზე კარგი მაჩვენებელი, ამაზე წარმატებული მაჩვენებელი მათ არ ქონიათ. ანუ ეს იყო ყველაზე კარგი მაჩვენებელი მართლაც რაც მათ ჰქონდათ და ოპერაცია გორამბოი იყო ძალიან წარმატებული, იმიტომ რომ მათ დაიბრუნეს ყარაბაღში დაკარგული ტერიტორიების დაახლოებით 50%. 50%, ანუ ნახევარი ყარაბაღი დაიბრუნეს მათ. მაგრამ აი ამ წარმატების ფონზე სწორედაც კონფლიქტის წაგების არასამხედრო მიზეზები უნდა ვიპოვოთ ჩვენ, არამედ პოლიტიკური მიზეზები. ცნობილი ამბავია, რომ ოპერაცია გორამბოის ხელმძღვანელობდა სურათ ჰუსეინოვი, რომელიც სამხედრო ლიდერი, რომელიც ცდილობს ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. მაგრამ ამ ოპერაცია გორამბოის შედეგად უშუალოდ ელჩიბეის რეიტინგი მაღლა ადის და შესაბამისად გამოდის, რომ ჰუსეინოვი ძალაუფლებას ვერ აიღებს ხელში. ამიტომაც მისი მხრიდან ოპერაციის შეჩერება ხდება და სომხებს ეძლევათ გადაჯგუფების საშუალება, ამოსუნთქვის საშუალება და ისინი არ უტევენ პირდაპირ შემოსულ აზერბაიჯანულ ნაწილებს, არამედ ისინი უტევენ ქალბაჯარს, ანუ ისევ იმ ტერიტორიას, რომელიც ლაჩნის ჩრდილოეთით მდებარეობს, ანუ იმ მიმართულებას, რომელიც არის შუაში ყარაბაღსა და სომხეთის სახელმწიფოს შორის. შესაბამისად, ქალბაჯარის დაცემასთან ერთად იხსნება მეორე გზა ყარაბაღზე, ამჯერად უკვე სომხეთის ჩრდილოეთი, ლაჩნის ჩრდილოეთით უკაცრავად და ნიშნავს, რომ ყარაბაღის სიტუაცია ბევრად მძიმდება. გამოდის მართლაც სურათ ჰუსეინოვი და ამბობს, რომ ეს ყველაფერი არის ელჩიბეის ბრალი. ხოლო ელჩიბეი ამბობს, რომ ეს არის მიზანმიმართული ღალატი მისი მხრიდან, რათა მომხდარიყო სწორედაც ელჩიბეის რეიტინგის დაცემა და ელჩიბეის დამხობის საფუძვლის შექმნა. მართლაც ჩადის ჰუსეინოვი თავისი არმიით, რომელიც მოხსნა ფრონტის ხაზიდან, ჩადის განჯაში და განჯაში აცხადებს გადაყენებულად პრეზიდენტ ელჩიბეის დაქოქავს ტანკებს და მიდის ის ბაქოსკენ. აი ეს ქაოსი, ანუ წარმატებული სამხედრო ოპერაციის გაგრძელების ნაცვლად ვხედავთ მთავრობის დამხობას ბაქოში. ბაქოში ელჩიბეი გადადგება, ის უარს აცხადებს ომზე, სამოქალაქო ომის დაწყებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი მხარდამჭერები ძალიან ესე ძლიერები არიან, მაინც ფიქრობს, რომ არ ღირს და ცნობილი ამბავია, რომ ჰუსეინოვი პოლიტიკურად სხვა კურსს ატარებდა, ის იყო პრორუსი. ცნობილი ამბავია, რომ ხელბაჯარის ოპერაციაში ასევე მონაწილეობდნენ რუსული ნაწილები და ასევე ისიც არის ძალიან ცნობილი ამბავი, რომ ჰუსეინოვს სწორედაც აბრალებდნენ, რომ ის იყო რუსეთის აგენტი აზერბაიჯანში და თურქული ინტერესების წინააღმდეგ გამოსული. როდესაც ჰუსეინოვი ჩადის ბაქოში, ის თავს პრეზიდენტად არ აცხადებს, ის თავს პრემიერი ხდება ის და პრეზიდენტი ხდება ჰეიდარ ალიევი. ჰეიდარ ალიევი, რომელიც ვიმეორებ იყო საბჭოთა ხელისუფალი, საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენელი თავის დროზე და შესაბამისად მას ჰქონდა ძალიან ახლო კავშირები რუსეთთან. ანუ ეს არის საინტერესო საკონტო საკითხი, იმიტომ რომ რუსული ინტერესები ჯაბნის საბოლოო ჯამში თურქულ სამხედრო და პოლიტიკურ ინტერესებს რეგიონში. სწორედ ჰეიდარ ალიევის მოსვლის შემდეგ გაჩნდა იმის იმედი, რომ რუსები შეაჩერებდნენ სომხურ წინსვლას. მაგრამ ეგრე არ მოხდა.
არ მოხდა რეალურად პირიქით გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ასე ვთქვათ, სომხურ ნაწილებში, რომ საბოლოო ჯამში ეს ქაოსი გამოეყენებინათ. დაებრუნებინათ ის დაკარგული ტერიტორია, რომელიც ოპერაცია გორამბოის პერიოდში დაკარგეს და მიერთებინათ ის საკვანძო ტერიტორიები, ის 7 რაიონი უკაცრავად, რომელიც ერთგვარად ფარს შემოაკრავდა ყარაბაღის ტერიტორიას. ხაზი მინდა გავუსვა. ანუ გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმის შესახებ, რომ არათუ ყარაბაღის მთელი ტერიტორია ავტონომიური ოლქის ყოფილი ტერიტორიები დაებრუნებინათ, არამედ დამატებით 7 რაიონის ოკუპაცია მოეხდინათ აზერბაიჯანული რაიონების. მოეხდინათ იქიდან ეთნიკური წმენდა აზერბაიჯანული მოსახლეობის და შექმნათ ფარი, დამცავი ფარი, ასე ვთქვათ, ყარაბაღის ავტონომიური ყოფილი ავტონომიური ოლქისათვის, ხო, სადაც სომხური მოსახლეობა იყო უმრავლესობაში. ხედავთ, რომ სწორედ აი ეს ხდება ჰეიდარ ალიევის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ანუ თუ კი ძიმე შედეგი აჩვენა მუტალიბოვმა, თუ კი ძიმე შედეგი აჩვენა ელჩიბეიმ, გარდამავალი უპირატესობაც ჰქონდა ელჩიბეის, გამომდის რომ ჰეიდარ ალიევის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კონფლიქტი უკეთესობისკენ არ დამთავრებულა, გაუარესდა მდგომარეობა, იმიტომ რომ ამით ძალიან კარგად ისარგებლეს ეს ვთქვათ, სომხური თემის წარმომადგენლება ამ ტერიტორიებზე. და ვიცით რომ ამ 7 რაიონის ოკუპაციასთან ერთად მართლაც ადგილობრივი აზერბაიჯანული მოსახლეობა გამოყარეს და სრულად გაანადგურეს აზერბაიჯანული დასახლებები, აი მაგალითად ქალაქი აღდამი, ქალაქი ჯებრაილი სრულად აღიგავა მიწისა პირისაგან მიწისა, სრულად გაანადგურეს. არაფერი აღარ იყო იქ. აი კედლებიც კი, რომელიც რამდენიმე კედელიღაც კი იყო დარჩენილი ჯებრაილში, იმასაც კი სამიზნედ იყერებდნენ ხოლმე მოგვიანებით სომხური სამხედრო ძალები ყარაბაღის ტერიტორიაზე. ამიტომაც ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი და ტრაგედია, რომ სადაც კი აზერბაიჯანული თემი ცხოვრობდა, იქ სრულად განადგურებული იქნა ტერიტორიაზე მოსახლეობა. მათ შორის ქალაქ შუშაში, იმიტომ რომ ქალაქ შუშაში როდესაც აზერბაიჯანელები გაიქცნენ და გაყარეს ეთნიკური წმენდის შედეგად, აზერბაიჯანული კულტურის ძეგლები, რელიგიური ძეგლები სრულად განადგურებული იქნა. ზოგიერთ ძეგლი გამოიყენებოდა მერე უკვე ცხოველთა სადგომად. ანუ საკმაოდ მძიმე კვალი დაემჩნა ამ ომის შედეგად სამხედრო დანაშაულებს თუ ჩვენ გავანალიზებთ, ხო? ცნობილია რომ თუ კი სომხური მოსახლეობა სერიოზულად ფიქრობდა, რომ იმ დანაშაულებებს, რომელიც მათ წინაშე იქნა ჩადენილი 80-იანი წლების ბოლოს, სწორედაც საუბარი მაქვს სუმგაითის შემდეგ და შუაუმიანის ოლქის ტერიტორიაზე მომხდარი ამბების შემდეგ, იმავე მეთოდებით უპასუხეს მათაც. აი ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ეს ნიშნავს თავად იმ ფაქტს, რომ აი რაღაც რო თქვა, რომ მორალური უპირატესობა ქონდა დაუშვათ ერთ ან მეორე მხარეს, ეგრე არ გამოდის, იმიტომ რომ როდესაც შენ ამბობ, რომ მე ეთნიკურ წმენდას მიწყობენ და მე უნდა გადავრჩე ამ შემთხვევაში, რასაც სომხური თემი ამბობდა და ამის საპასუხოდ შენც ეთნიკურ წმენდას უწყობდა ანადგურებ აზერბაიჯანულ მოსახლეობას, ეს არანაირ მორალურ უპირატესობაში აღარ გაყენებს შენ, მით უმეტეს რომ საუბარი გვაქვს ჩვენ 700,000-მდე დევნილზე, ხო, არის ხო პატარა რიცხვი არ არის, 700,000 აზერბაიჯანელის განდევნა მოხდა ამ ტერიტორიებიდან, ისევე როგორც ვიმეორებ 500,000-მა სომხურმა მოსახლეობამ დატოვა დანარჩენი აზერბაიჯანის ტერიტორია, ანუ უმძიმესი მდგომარეობა. ცნობილი ამბავია, რომ ეს მოხდა არა მხოლოდ ყარაბაღისა და მის მომიჯნავე 7 რაიონში, არამედ მოხდა უშუალოდ სომხეთის ანკლავებში აზერბაიჯანში და უშუალოდ მოხდა აზერბაიჯანულ ანკლავებში სომხეთის ტერიტორიაზე. ცნობილი ამბავია, რომ მაგალითად არსებობს ერთი ანკლავი, არწმაშენი ქვია, არწმაშენის ანკლავი აზერბაიჯანში და არწმაშენის ანკლავის სრული ეთნიკური წმენდა მოხდა სომხური მოსახლეობის მხრიდან დატოვეს მათ, იგივე როგორც კარკის აზერბაიჯანული ანკლავის ასევე ეთნიკური წმენდა მოხდა დატოვეს აზერბაიჯანელებმა ეს ტერიტორია სომხეთის ტერიტორიაზე. ამიტომაც როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ამ ანკლავურ ტერიტორიებზე, ამ ანკლავურ ტერიტორიებსაც შეეხო კონფლიქტი, ის კი არა იყო იმის საფრთხე, რომ ნახიჩევანშიც მომხდარიყო უშუალოდ შეჭრა და ნახიჩევანის ტერიტორიების უშუალოდ დაეკავებინათ, ხო? ცნობილი ამბავია, რომ საზღვარი ნახიჩევანსა და თურქეთს შორის
პრაქტიკულად კონტროლდებოდა სომხური საძესხლე პოზიციების მიერ. ამიტომაც რაღაცა აქტიური მიმოსვლა და ურთიერთობა ამ ომის პერიოდში აზერბაიჯანის ნახჩევანის პროვინციასა და თურქეთს შორისაც შეჩერებული იყო. ესეც საინტერესო ფრაგმენტია და აქვე არის ის ცნობილი ამბავი, რომ თურქეთის ხელისუფლება სერიოზულად განიხილავდა რეალურად ომის დაწყებასაც, რაც გადაერჩინათ აზერბაიჯანის ნახჩევანის პროვინცია, თუ კი მოხდებოდა მის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრა. თან ცნობილი ამბავია, რომ ჰეიდარ ალიევი იყო წარმოშობით ასევე ნახჩევანის ტერიტორიიდან. ანუ ეს რამდენიმე დეტალი ძალიან ბევრი ინფორმაციას გვაძლევს. უნდა ვთქვათ, რომ ომში გამარჯვების შემდეგ ხელისუფლებაში სომხეთის ომში გამარჯვება უზრუნველყო, ასე ვთქვათ, ლევონ ტერპეტროსიანმა, სომხეთის ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელმაც ამ დიდი სომხეთის იდეას კი არ უჭერდა ის მაინც და მაინც ხარს. ის ამბობდა, რომ ხარს უჭერდა სომხური მოსახლეობის უფლების ქონას ეცხოვრათ თავიანთ ისტორიულ პროვინციებში ყარაბაღის ტერიტორიაზე. ანუ რო ვთქვათ, რომ ლევონ ტერპეტროსიანი ღიად უჭერდა მხარს მაგალითად ამ ტერიტორიების ანექსიას მხარს, ეს არასწორი დეფინირება იქნებოდა. შეიძლება ვინმე შეომედაოს, მაგრამ ამის მარტივ არგუმენტს გეტყვით, რომ ლევონ ტერპეტროსიანი ომის შემდეგ ღიად იყო ჩართული მოლაპარაკებებში და ის ფიქრობდა, რომ უნდა ეპოვათ იმგვარი შუალედური, ასე ვთქვათ, შუალედური შედეგი, შუალედური, როგორ ვთქვათ, კონსენსუსი აზერბაიჯანთან, რომ ორივე მხარე კმაყოფილი ყოფილიყო. ლევონ ტერპეტროსიანი ამბობდა, რომ უნდა ყოფილიყო ყარაბაღისთვის ძალიან დიდი ფართო ავტონომია და დემილიტარიზებული ზონა უნდა ყოფილიყო მის ირგვლივ რაიონებში და შესაბამისად ეს ყველაფერი დარჩებოდა, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. აი, ხოცა ამას უსამხავს, რომ ლევონ ტერპეტროსიანი ამის მომხრე იყო. მაგრამ ლევონ ტერპეტროსიანის საწინააღმდეგოდ არსებობდა ყარაბაღის კლანი. აი, ყარაბაღის კლანი იყო ღიად პრორუსული. ყარაბაღის კლანის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი იყო რობერტ ქოჩარიანი, რომელიც მოგვიანებით ხელისუფლებაში მოდის. და ვიცით ჩვენ ეს ამბავი, რომ როდესაც მცდელობა იყო მართლაც, რომ კონფლიქტი გააჭრილიყო მშვიდობიანად, რუსეთის აქტიური ჩარევითა და დახმარებით რობერტ ქოჩარიანმა აიძულა ლევონ ტერპეტროსიანი თანამდებობიდან გადაყარიყო და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები ჩაიშალა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები. შესაბამისად, რაიმე მშვიდობიან გადაწყვეტაზე შანსი დაიკარგა. იყო რამდენიმე ესეთი შეთანხმება, რომელიც რა თქმა უნდა აზერბაიჯანის შესაძლოა მიუღებელი ყოფილიყო, შეთანხმების მცდელობა მიუღებელი ყოფილიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე ახლოს მაინც იდგა ტერპეტროსიანი, როდესაც ის თანხმდებოდა იდეას, რომ ფართო ავტონომიის პირობებში, დემილიტარიზაციის პირობებში იქნებოდა ერთგვარი მშვიდობა ამ ტერიტორიაზე და სომხური მოსახლეობის უფლებები იქნებოდა გარანტირებული ამ ძალიან ფართო ავტონომიის ფარგლებში. მაგრამ რობერტ ქოჩარიანი ხელისუფლებაში მოდის და სრულად იწმინდება ესე ვთქვათ, ტერპეტროსიანის მცდელობა და ტერპეტროსიანის გეგმები, რომ რაღაცა მშვიდობიან მოლაპარაკება დამთავრდეს ეს ყველაფერი კონფლიქტზე მაქვს საუბარი და ყველაფერი ბოლოში მთავრდება, როდესაც ერევანში, პარლამენტში ხდება ესე ვთქვათ, შეჭრა შეერაღებული პირების და ამ შეერაღებული პირები იწყებენ ტერპეტროსიანის ასე ვთქვათ, მხარდამჭერების ხოცვა ჟლეტას. ეს ხა ძალიან უცნაური ამბავია, იმიტომ რომ ხდება ცოტა უფრო გვიან, ეს ხდება 1998 წელს, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ 98 წელი არც თუ ისე შორეული ამბავი არის, დაშორებული ამბავი არის ყარაბაღის ომის ცეცხლის შეწყვეტიდან. ყარაბაღის ომში ცეცხლის შეწყვეტა 94 წელს ბიშკეკის პროტოკოლის მიხედვით და ბიშკეკის პროტოკოლის მიხედვით არავითარი სამშვიდობო ძალები იქ არ დგებოდნენ. ანუ რეალურად ეს იყო მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა. ეს არ იყო არ ზავი, ეს არ იყო რაღაცა საომავლო მშვიდობაზე საუბარი. ეს იყო ცეცხლის შეწყვეტა, რის შედეგადაც მინსკის ჯგუფს, ეუთო ჯგუფს უნდა გადაეწყვიტა ამ კონფლიქტში მხარეების, ასე ვთქვათ, შერიგებადობა და უნდა ეპოვა რაიმე გამოსავალი, ხო? ესენი რეალურად გულისხმობდა, რომ იქნებოდა საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი, რომელიც აქტიურად უნდა ყოფილიყვნენ ჩაბულები მოლაპარაკების პროცესში. მაგრამ რეალურად ამ მოლაპარაკების განხორციელება
ტერპეტროსიანის გადაყენების შემდეგ და პარლამენტში 98 წელს ხოცვა ჟილეტის შედეგად, რა დროსაც რეალურად რუსეთის უშიშროებისგანაც მოაზრებული არის ესე, რომ რუსეთის უშიშროება ამ შემთხვევაში გრუზია საუბარი, გრუზ წევრების მხრიდან იქნა დაგეგმილი ეს ოპერაცია, როდესაც ერევანში პარლამენტში ყველა ის ადამიანი მოკლეს, რომლებიც მშვიდობის მხარდამჭერები იყვნენ. და რეალურად გაიმარჯვა სრულიად ყარაბაღის კლანმა ქოჩარიანისა და უფრო მოგვიანებით სარკისიანის მეთაურობით, რომელთაც ხელში აიღეს მთელი ძალაუფლება და ხელში აიღეს ძალაუფლება არა მხოლოდ დაუშვათ ყარაბაღის ტერიტორიაზე ან სამხედრო ძალებში სომხეთში, არამედ გახდნენ თანამდებობაზე უშუალოდ პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავეს მათ და სრული ძალაუფლება ჰქონდათ უკვე ხელში აღებული. სწორედაც ცნობილი არის, რომ ამ ყველაფერს ემთხვევა ასევე ის ფაქტი, რომ სწორედაც ურთიერთობები რუსეთთან ხრმავდება ძალიან და რუსეთთან იდება სწორედაც სამოკავშირეო ხელშეკრულება და აქვე არის საინტერესო დუმას ინფორმაცია და დუმას მონაცემები, ხო? 98 წლის მონაცემები, რომლის დამიხევითაც გაირკვა, რომ ომის პერიოდში 90-იანების დასაწყისში მილიარდი დოლარის შეიარაღება იქნა გადაცემული სომხეთისათვის რუსეთის მიერ. ანუ არა მაქვს საუბარი ფინანსებზე, არამედ შეიარაღებაზე. მილიარდი დოლარის. ანუ ძალიან დიდ რიცხვზე გვაქვს ჩვენ საუბარი. შესაბამისად, მათ შორის შეერაღებული მიწოდება კიდევ უფრო მეტად დაჩქარდა ამის შემდეგ და გამოდის, რომ რეგიონის მილიტარიზაცია იყო ისეთი აქტიური, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს ყარაბაღზე, რომ იქ რაიმე სამშვიდობო მოლაპარაკებაზე ან სურვილის გამოთქმა, ან ესე ვთქვათ, რეალისტური მცდელობა რომ გააჭრილიყო, არა მხოლოდ არ იყო დაინტერესებული უშუალოდ სომხური მხარე, არამედ არ იყო დაინტერესებული არც რუსეთი. და იყო შემდგომი მცდელობები უკვე 2007 წლიდან მოყოლებული, რომ მადრიდში მოხდა შეხვედრა და მადრიდში ჩამოყალიბდა გარკვეული შეთანხმების კონტურები, რომ მოხდარიყო ამ ტერიტორიაზე აზერბაიჯანული მოსახლეობის დაბრუნების უფლების მინიჭება მაინც და 7-დან 6 რეგიონის დეოკუპაციის მცდელობა მაინც. საუბარი მაქვს ლაჩინის დერეფნის გარდა, ლაჩინის პროვინციის გარდა 7-დან 6-ის დეოკუპაცია მაინც მოხდარიყო, რომ ნდობა აღდგენილიყო, მაგრამ ნდობა მათ შორის არ არსებობდა და სურვილიც არ არსებობდა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, სომხური მხარე დარწმუნებული იყო იმაში, რომ ნებისმიერი კონფლიქტის განახლების შემთხვევაში ისინი მაინც აჯობებდნენ აზერბაიჯანს და აზერბაიჯანი მათ საფრთხეს ვერ შეუქმნიდა. თუმცა ეს საკმაოდ ესე არ გამოდგა. აზერბაიჯანმა ძალიან მეთოდურად დაიწყო გადამზადება, გადაიარაღება ის დაუკავშირდა თურქეთს, მან ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო ტექნოლოგიებში, დიდი ინვესტიცია ჩადო საკუთარი სამხედრო ძალების მორალში და მორალის, ასე ვთქვათ, გამაგრებაში. ცნობილი ამბავი არის ის, რომ აზერბაიჯანელებმა არა მხოლოდ ტექნოლოგიური უპირატესობები გამოიყენეს, არამედ შექმნეს მაღალი დონის ოფიცრობა, რომლებიც ძალიან ცუდი შედეგები აჩვენეს მათ პირველი ომის პერიოდში და უკვე პრაქტიკულად მცდელობები, რომ შემდგომი, ასე ვთქვათ, მოლაპარაკები ყოფილიყო, რამდენადჯერაც ციხში შევიდა, იმდენჯერ უკვე იაზრებდა აზერბაიჯანის საზოგადოების შიგნით ის აზრი, რომ კონფლიქტის გადაჭრა მხოლოდ და მხოლოდ ომის გზით შეიძლებოდა ყოფილიყო მოგვარებული. და სწორედაც საინტერესო არის რამდენიმე ეტაპი, რომ ყარაბაღის კლანი იმდენად რუსული იყო და იმდენად პრორუსული იყო, რომ ისინი რუსულ თამაშს ბოლომდე დაყვნენ. და ცნობილი არის, რომ ჯერ კიდევ ომამდე მოხდა, 2008 წლის ომამდე მოხდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლად გამოცხადება და აღიარება ყარაბაღის პრორუსული ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. ანუ ეს ამას იმიტომ უსამხას, რომ სეპარატისტები ყარაბაღში არ იყვნენ მაინც და მაინც მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი არ მოქმედებდნენ, იმიტომ რომ ცნობილია, რომ თუ მათ ექნებოდათ მართლაც მხოლოდ საკუთარი ინტერესი, მაშინ ტერპეტროსიანის სურვილს, რომ კონფლიქტი მართლა გადაჭრილიყო, ალბათ დახტებოდნენ, მაგრამ ისინი უფრო მეტად დაყვნენ ფართო გეოპოლიტიკურ თამაშებს და მხარი დაუჭირეს რუსეთს, არა მხოლოდ 2008 წლის ომში, არამედ ომამდე პერიოდში, ჯერ როდესაც მათ აღიარეს, ასე ვთქვათ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებლად, ის სეპარატისტული ტერიტორიები, რომლებიც უკვე 2013 წლიდან იყო ფაქტობრივი რუსეთის კონტროლ ქვეშ მოქცეული საქართველოს ემახ საუბარი. ხო, თქვათ ის ფაქტის, რომ 2016 წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ფაზა. მიუხედავად იმისა, რომ შეტაკებები პრაქტიკულად ყოველ წელს ხდებოდა და ყოველ წელს რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპებოდა ხოლმე ორივე მხრიდან, ყოველ წელს. ანუ
ცეცხლის შეწყვეტა რეალურად არ გულისხმობდა იმ ფაქტს, რომ შეტაკებები აღარ მიმდინარეობდა. უბრალოდ ეს არ იყო რაღაცა შეტევაზი გადასვლა და გადმოსვლა. ეს იყო აი საოკუპაციო შეხების ხაზთან პერმანენტული საცეცხლე პოზიციების მოწყობა და ერთმანეთისადმი ცეცხლის გახსნა. და ესეთი იყო ხოლმე ზოგჯერ 100 ადამიანიც კი დაღუპულა ყოველწლიურად რომელიმე წლის პერიოდში ამ კონფლიქტში, მაგრამ მასშტაბური განახლება კონფლიქტის მოხდა 2016 წელს, როდესაც აზერბაიჯანულმა ნაწილებმა ისე ვთქვათ გადაამოწმეს როგორი იყო სომხური თავდაცვის პოზიციები. მაშინაც გამოიყენეს სხვადასხვა დრონები, ბაირაქტარები, თურქული წარმოშობის დრონები. გაშინაც გამოიყენეს ძალიან მაღალი დამიზნების და შემოსავლელი артиლერიის დანადგარები. მაშინაც იყო მცდელობა პოზიციების გარღვევის, მაგრამ მაშინ ეს კონფლიქტი აპრილში, რომელიც მიმდინარეობდა 2016 წლის, რამდენიმე დღიანი, წარუმატებლად დამთავრდა. აზერბაიჯანმა შეძლო ძალიან მცირე ტერიტორიის დაბრუნება. საუბარი გვაქვს ჩვენ, როგორც მახსოვს 800 ჰექტარამდე ტერიტორიაზე, ანუ არ არის ძალიან პატარა ტერიტორია არის სინამდვილეში, მაგრამ ეს ის ტერიტორიები იყო, რომლებზეც მდებარეობდა სომხური თავდაცვის პირველი ხაზი. ცნობილი ამბავია, რომ თავდაცვის სამი ხაზი არის, როგორც წესი ხომ მოწყობილი, და სომხური თავდაცვის ხაზის პირველი ხაზის ნაწილის დაკავება და სიმაღლეების დაკავება ეს იყო ძალიან დიდი უპირატესობა 2016 წელს, რომელიც აჩვენა აზერბაიჯანმა და იყო გადამოწმება საკუთარი სამხედრო ძალებისა და საკუთარი უნარების თუ რა უნარი ქონდა მას და რა შედეგები ქონდა მას. ცნობილი ამბავია, როდესაც სომხეთში ხელისუფლებაში მოდის ფაშინიანი, ნიკოლ ფაშინიანი არის პირველი ადამიანი, რომელიც პეტროსიანის შემდეგ არისო ყარაბაღიდან, და ყარაბაღის კლანის წარმომადგენელი. პეტროსიანი დაბადებული იყო ალეპოში საერთოდ, ის დამასკოში იყო და მოგესალმებით სირიაში იყო დაბადებული ალეპოში და ფაშინიანი იყო დაბადებული ერევანში, ხო? და ეს ნიშნავდა, რომ ყარაბაღის კლანის გვერდზე გადაწევა დაიწყო. და სწორედაც ყარაბაღის კლანის გვერდზე გადაწევასთან ერთად სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. რადგანაც რევოლუციით მოსული ფაშინიანი ერთის მხრივ დაუპირისპირდა სწორედაც ყარაბაღის კლანს, რომელიც პრორუსული იყო და მეორეს მხრივ ის შეეცადა ამ კონფლიქტში მართლაც კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო დასავლეთი მის სასარგებლოდ და უკვე ნათელი გახდა ის ფაქტი აზერბაიჯანისათვის, რომ პრაქტიკულად არ არსებობდა არავითარი გზა, რომ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად მოეგვარებინა, იმიტომ რომ ოდესაც ჩადის ნიკოლ ფაშინიანი ოკუპირებულ შუშაში, ის ამბობს, რომ მას ისე მოეწონა შუშა, რომ ნიკოლ ფაშინიანი ამბობდა, ხომ არ გადმოვიტანო პარლამენტი ერევნიდან შუშაშიო. ანუ ეს იყო რაღაც ერთგვარი ძალიან ნეგატიური განცხადება, რომელიც ძალიან ცუდად აღექვეს უშუალოდ აზერბაიჯანში და იყო იმის სიგნალი, რომ აზერბაიჯანი გადაწყვეტილებას იღებდა, რომ ეს კონფლიქტი ერთხელ და სამუდამოდ მოეგვარებინა. და ცნობილი ამბავია, მან ისარგებლა რამდენიმე ფაქტითა და ამ ფაქტებზე ვისაუბროთ, როგორ მოვედი ჩვენ მეორე ომამდე. ცნობილი ამბავია, რომ ერთ-ერთი პირველი ამბავი დაკავშირებულია სწორედაც კორონავირუსთან. სოფლიოს კორონავირუსის პერიოდში აღარ ეცალა, სხვა რამეებზე იყო გადართული, ორიენტირებული იყო ასევე შიდა პრობლემებზე, ამერიკის შეერთებული შტატები თავის, ასე ვთქვათ, შიდა პრობლემებზე, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია გახლდათ, არჩევნები ახლოვდებოდა, საკმაოდ ესე ვთქვათ, გადამწყვეტუნარიანი და მძიმე. ამასთანავე დიდი ხანი იმუშავა ალიევმა ნიკოლ ფაშინიანის სურათის გასაშავებლად რუსეთში. ეს საინტერესო საკითხი არის, იმიტომ რომ ალიევმა ძალიან დიდი დრო დახარჯა იმ ექსპერტების საფინანსებლად, რომლებიც ფაშინიანზე ძალიან ცუდ იტყოდნენ. საკმაოდ საინტერესო საკითხია სხვათა შორის და საბოლოო ჯამში მან მოახდინა თურქეთის რეგიონში ძალიან აქტიურად შემოყვანა, თურქეთის გაძლიერება რეგიონში და ვიცით რომ ასევე 2019 წლის ბოლოს და 20 წლის დასაწყისში მოხდა საინტერესო ესე ვთქვარი თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაალაგების მცდელობა სირიაში, როდესაც მათ მოილაპარაკეს, რომ სირიის ტერიტორიაზე იდლიბის პროვინციის ნაწილის კონტროლი ექნებოდა, ესე ვთქვათ, თურქეთს და საპატრიოტო კონტროლი და საბოლოო ჯამში ისინი ერთად გააკონტროლებდნენ იმ ტერიტორიას, რომელიც საბრძოლო ზონას ესაზღვრებოდა სირიის სამოქალაქო ომში ასადის ხელისუფლებასა და აჯანყებულებს შორის მართლაც იდლიბის პროვინციაში. რაღაცა მცდელობები იყო, რომ მათ შორის ურთიერთობა მოგვარებულიყო და აი ამით ისარგებლა აზერბაიჯანმა და თურქეთს თხოვა დახმარება, რომ დაეხმარებოდა მას.
იმგვარად რომ ეს ყველაფერი ასევე რუსეთი შეიძლება არ გაეღიზიანებინა, ან თუ გააღიზიანებდა, ყოველ შემთხვევაში ბევრი სვლა შეიძლება აღარ ქონოდა იმ გაგებით რომ ამ თურქეთთან დაპირისპირება მასაც არ შეიძლება აღარ ნდომებოდა, ასე ვთქვათ, სომხეთისათვის. საინტერესო ამბავი არის ის, რომ 1920 წლის, 2020 წლის უკაცრავად საინტერესო დეტალი მოხდა, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოხდა სასაზღვრო შეტაკებები ყარაბაღის ჩრდილოეთით, ანუ არ მოხდა ყარაბაღში, არამედ ყარაბაღის ჩრდილოეთით მოხდა შეტაკებები. საარტილერიო დაბომბვაც კი განხორციელდა ერთმანეთის, რაც იმ მეტოქეობასა და მტრობას, რომელიც ამ ორ სახელმწიფოში იყო, მარტო ყარაბაღის ირგვლივ კი არ მოიაზრებდა, არამედ სხვა ტერიტორიებზეც გავრცელდა. და საბოლოო ჯამში აგვისტოს თვეში დიდი დემონსტრაციები იყო, მასობრივი დემონსტრაციები ჩატარდა ბაქოში და ბაქოში დემონსტრაციების ერთ-ერთი მიზანი, ერთ-ერთი და მოთხოვნის საფუძველი იყო მართლაც ყარაბაღის კონფლიქტის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა. ანუ ხელისუფლებას თხოვდნენ იმ რამე გააკეთე, რომ კონფლიქტი გადაიჭრას. ეს ძანუცნაური ამბავი არის, მაგრამ ხალხი ითხოვდა გადაჭრის გზას. და უკვე 2020 წლის 27 სექტემბერს იწყება აზერბაიჯანული შეტევა. შეტევა არის ორი მიმართულებით. ეს ერთი მიმართულება იყო თებში, უშუალოდ თალიშის მიმართულებაზე მოხდა შეტევის განხორციელება და სხვათა შორის საკმაოდ წარმატებით. ეს იყო პირველი რაღაც შოკი მიიღო სომხურმა ნაწილებმა, რომლებიც მას დაიხიეს უკან და თებისკენ გაგზავნეს დამატებით ნაწილები, მაგრამ მეორე მიმართულება იყო სამხრეთიდან, უკვე ჯებრაილის მიმართულებით. ჯებრაილი ეს ერთ-ერთი ის ქალაქი იყო, რომელიც სრულად განადგურებული იქნა პირველი ომის შემდეგ და ჯებრაილი იყო უკვე სამხრეთის მიმართულებაზე და შესაბამისად გამოვიდა რომ აი ბრწყელტუჩასავით იკეცებოდა ასე თქვა შეტევა და ექცეოდა რაღაცა სამიზნე უნდა ყოფილიყო შუშას აღება ალბათ ორივე მხრიდან და გამოდის რომ ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფრონტის დაცვა ჩაებარა და ევალებოდა ამ შემთხვევაში სომხურ ნაწილებს და აღმოჩნდა რომ სამხრეთი იყო მთავარი დარტყმის მიმართულება და არა ჩრდილოეთი, როგორც ეს თავიდან სომხურ ნაწილებს ეკონათ. აზერბაიჯანმა გამოიყენა ორი შოკის მომგვრელი რამ, ეს იყო ბაირაქტარის დრონები, რომლებიც უშუალოდ დამიზნების შედეგად ესროდნენ მოწინააღმდეგეს და ანადგურებდნენ და მეორე იყო თვითმკვლელი დრონები, რომლებიც პოზიციებს ეცებოდნენ ზემოდან და ისე ფეთქდებოდნენ ისინი ამ აფეთქების პერიოდში. ხო, თუ შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი პირველი ომია, რომელშიც მასიურად დრონებმა გარკვეულწილად გადაწყვიტეს ბევრი რამე. დიახ, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო მომავლის ომის შემოსვლა თანამედროვე რეალობაში. იმიტომ რომ ამ ომში რა არის, ხა სომხებს აშკარად გაუჭირდათ, ხო, დრონებთან გამკლავება, განსხვავებით იგივე რუსებისგან, რომელთაც უფრო მეტი საშუალება აქვთ დრონებისაც წინააღმდეგოთ. დიახ, თან რელიეფურად ძალიან საინტერესოა, რომ რელიეფურად ეს მთიან მასივებში და დამალვა და ისინი ასე ვთქვათ, ამ პერიოდში დრონებმა ჰაერში გაბატონება მოახდინეს ისე, რომ მათი ჩამოგდება ძალიან გართულდა, მართალი ხართ განსხვავებით უკრაინისგან, სადაც უფრო მეტად სტეპური გარემო, უფრო მეტად მოსწორებული არის და შესაბამისად აქ ობიექტების დანახვა და აღქმა შეიძლება უფრო მარტივად ხდებოდეს. ხო, ბაირაქტარმა აშკარად ვერ გაამართლა უკრაინაში, ისე როგორც სომხეთში ამ შემთხვევაში ყარაბაღის ომში. აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა. და დღესაც პიარი ქონდა იმას ბაირაქტარს აი ყარაბაღის ომის გამო გარკვეულწილად რომ აი ძალიან სასწაული ის იყო რაღაც ინოვაცია და შემდგომში აი უკვე უკრაინა-რუსეთის ომში გამოჩნდა რომ საკმაოდ მოწყვლადია, გარემოს გააჩნია. მოკლედ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, სადმე გამოიყენო, ასე ვთქვათ. ზუსტად აი ამის თქმა მინდა ის რომ ომში მთიან რელიეფურ ომში რომ თან მოწმენდილ ცაზე იმდენად შოკი იყო მისი გამოჩენა რომ პრაქტიკულად ბაირაქტარებით მოხდა პოზიციების დამუშავება, გაბატონება ცაში და თან ვიმეორებ მოწმენდილი ამინდი მიიჩნეოდა ძალიან მძიმე მოვლენად, იმიტომ რომ მოწმენდილ ამინში თავისუფლად დაფრინავენ დრონები და შესაბამისად პოზიციების დაბომბვა თავისუფლად ხდებოდა ხოლმე. და შესაბამისად სომხურმა ნაწილებმა თავდაპირველად უფრო მყარი შედეგები აჩვენეს დაცვის პოზიციებში, მაგრამ ოქტომბერში რეალურად სრულად ჩამოიშალა თავდაცვის პირველი ხაზი
და ჯებრაელის მიმართულებით ძალიან სწრაფად წაიწიეს მათ, დაიკავეს კიდე ჯებრაელი და უკვე დაიწყეს მათ ჩრდილოეთით გადაადგილება შუშას მიმართულებით, რაც უკვე ნათელი იყო ის, რომ ამ ძალიან მძიმე კონფლიქტში პრაქტიკულად შანსი აღარ ქონდა სომხურ ნაწილებს, რადგანაც მათ მთელი ფსონი დადეს, როგორც შევთანხმდით ჩვენ, თავდაპირველად ჩანდა, რომ ჩრდილოეთიდან იქნებოდა შეტევის მიმართულება და ჩრდილოეთზე გადაერთნენ ისინი, მაგრამ აი 27 სექტემბერს დაწყებული ესე ვთქვათ შეტევა ნოემბრის პირველ კვირაში დამთავრდა იმით, ნოემბრის პირველ კვირის პირველ დღეებში დამთავრდა იმით, რომ შუშაში შევიდნენ აზერბაიჯანული ნაწილები და შემდეგ 10 ნოემბერს უკვე ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად შეთანხმდნენ, რომ უნდა მომხდარიყო იმ დარჩენილი რაიონების დეოკუპაცია, რომელიც პირველი ომის შემდეგ ჰქონდა სომხეთს მოპოვებული. ანუ განამთელი ყარაბაღის საკითხი არ გადაწყდა, არა, რაც აზერბაიჯანულ ნაწილებს ჰქონდათ დაკავებული, ეს იქნებოდა ჰადრუტი, ეს იქნებოდა იგივე შუშა, აი ამ ტერიტორიებს ხო ინარჩუნებდა აზერბაიჯანი. და გარდა ამისა, იმ ტერიტორიების, ანუ იმ რაიონების დეოკუპაცია უნდა მომხდარიყო, რომელიც პირველი ომის შედეგად ჰქონდა სომხურ ნაწილებს ოკუპირებული აზერბაიჯანში. სხვათა შორის ამ კონფლიქტის შედეგად, მეორე კონფლიქტის შედეგად ისე გამოჩნდა, რომ უპირატესობა ნახა რუსეთმა ძალიან დიდი, იმიტომ რომ ხდებოდა რუსული ნაწილების 5 წლის შედეგად 5 წლის ასე ვთქვათ ვადით შეყვანა ყარაბაღის ტერიტორიაზე და გაჩნდა გარკვეული იმის ფიქრი და იმის შიში, რომ ეს ხო არ გულისხმობდა რუსეთის მხრიდან ოფიციალურ დაშვებას იმასაც, რომ საბოლოო ჯამში იქნებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიებზეც გარკვეული მაკონტროლებელი იმ გაგებით, რომ აზერბაიჯანს შემდგომში დაიყოლიებდა ან დააშინებდა იმგვარად, როგორც მას მოუნდებოდა, რადგანაც დედაქალაქი სტეფანაკერტი რჩებოდა, ასე ვთქვათ, სომხური ნაწილების ქვეშ და რუსული სამხედრო ძალები იდგებოდნენ მის დასაცავად. მეტიც ამას ამყარებდა თავად ის ვერსიაც, რომ ხელისუფლებაში მოდის საუბარი მაქვს ყარაბაღის ხელისუფლებაზე, სომხურ ხელისუფლებაზე, მოდის რუსეთის მოქალაქე, პუტინის მეგობარი, პუტინის ფინანსური აქტიური მხარდამჭერი ოლიგარქი რუბენ ვარდანიანი, რომელიც იყო უკრაინის მიერ სანქცირებული ამ ომის პერიოდში და ისეთი სურათი ჩანდა, რომ პრორუსულებმა ფრთამ თითქოს სრულიად გაიმარჯვა, მაგრამ ნათელი გახდა ის მთავარი ფაქტი, რომ ამ მეორე ომის შემდეგ და უკრაინაში რუსეთის ასე ვთქვათ გაჭედვისა თუ ჭაობში ჩაფლობის შედეგად აზერბაიჯანი აღარ თამაშობდა ესე ვთქვათ რუსეთთან შეთანხმებულ თამაშს, მხოლოდ რუსეთთან შეთანხმებულ თამაშს და მან დაიწყო ესეთი მოქმედება, როგორც იყო ეგრეთ წოდებული ეკოაქტივიზმი. ეს გულისხმობდა იმას, რომ გზა, რომელიც ლაჩინიდან უნდა წარმართულიყო უშუალოდ სტეფანაკერტამდე, ეკოაქტივისტებს, ანუ აზერბაიჯანულ მოსახლეობას გადააკეტინა და დააწყებინა იმის თქმა, რომ იქნებოდა ბლოკირებული სტეფანაკერტი მანამ სანამ არ მოხდებოდა რიგი ადგილობრივი მაღაროებში პროდუქციის მოპოვების შეჩერება და სანამ არ მოხდებოდა აზერბაიჯანული, ესე ვთქვათ, ამ აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე გარკვეული ექსპერტების დაშვება და იმის დამტკიცება, რომ აქ მოპოვება იყო შეწყვეტილი ძვირფასი მინერალებისა და რესურსების, რაც რა თქმა უნდა იმის, ესე ვთქვათ, რეალისტური მაჩვენებელი იყო, რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი, კარგად გააზრებული პოლიტიკური ოპერაცია აზერბაიჯანში, რაც გახდა შემდგომში უკვე იმის საფუძველი, რომ 2023 წელს აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელდა უკვე საბოლოო, ასე ვთქვათ, შეტევა სტეფანაკერტზე, მას შემდეგ რაც მოხდა ნაღმზე რამდენიმე აზერბაიჯანელი სამხედრო აფეთქება და ამაზე აზერბაიჯანის მხრიდან იმის ხაზგასმა, რომ ის აღარ აპირებდა შეგუებოდა იმ პოლიტიკას, რომელიც ყარაბაღს ჰქონდა, ანუ პოლიტიკას გულისხმობდა ის, რომ ისინი მოლაპარაკებებზე მაინც არ მოდიოდნენ. აი ახლა მოდი ეს განმარტოთ, რაც ახლა ვთქვით. რას ნიშნავს მოლაპარაკებებზე არ მოდიოდნენ? თქვათ ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი თავდაპირველად პირველი ომის შემდეგ მათ თავაზობდა ავტონომიას, ფართო ავტონომიას, მაგრამ მეორე ომის შემდეგ ის ამბობდა, რომ არავითარი ავტონომია დღის წესრიგში აღარ იდგა, რადგანაც სომხურმა მოსახლეობამ გაუშვა შანსი ნებისმიერ მოლაპარაკებაზე. და ამ შემთხვევაში სომხური მხრიდან ისინი ამბობდნენ, რომ თუ კი რაიმე გარანტიები არ გვექნება ჩვენ აქ და უსაფრთხოებისა და შემდგომ პოლიტიკური გარანტიები, მაშინ რა მოლაპარაკებებზე უნდა იყოს საუბარი და აგერ რუსეთი არის ჩვენი ერთადერთი რეალური გარანტორი, ისინი ამბობდნენ და ცნობილი არის, რომ პრორუსული ხელისუფლება ისეთი პრორუსული იყო, რომ მთელი სტეფანაკერტი რუსული დროშებით მორთო და პუტინის ბანერები იყო გამოკრული სტეფანაკერტში, რაც იყო ნიშნავდა იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანის სომხური თემის მთელი
ფსონი დადებული იქნა პუტინთან მიმართებდა რუსეთის იმედად მაინც რომ ეგონათ რომ რუსეთი მათ არ მიატოვებდა და საბოლოო ჯამში არ დაუშვებდა აზერბაიჯანის მხრიდან სრულ გამარჯვებას, მაგრამ 2023 წლის სექტემბერში ეს არ განხორციელდა და მათ მოახდინეს საბოლოო შეტევა უშუალოდ აზერბაიჯანის მიმართულებით, სომხეთის სომხური დასახლებების მიმართულებით და სტეფანაკერტის შემოგარენში გამოჩნდნენ კიდეც ისინი, რა დროსაც საბოლოო ჯამში მოეწერა შეთანხმებას ხელი, რომლის მიხედვითაც არცახის რესპუბლიკა ხვდებოდა, ასე რომ ვთქვათ, და სომხურ მოსახლეობას ეძლეოდა არჩევანი, ისინი დარჩებოდნენ ამ ტერიტორიაზე თუ დატოვებდნენ ისინი ამ ტერიტორიას და სომხური მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დატოვა ყარაბაღის ტერიტორია და ისინი წავიდნენ საცხოვრებლად იმ დენილთა ბანაკებში და დასახლებებში, რომლებიც უკეშენკომში მომზადდა და გაკეთდა სომხეთის ტერიტორიებზე. ეს არის ეს ბოლო აკორდი იყო ძალიან მძიმე და ძალიან ტრაგიკული ამბავი, რადგანაც სწორედაც სომხეთის ისტორიული მემკვიდრეობის, სომხური, ესე ვთქვათ, ნაციონალური მითის, ნაციონალური გააზრების, ნაციონალური ამბის ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენდა ყარაბაღი, ასევე ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენდა ნაციონალური სიამაყის ყარაბაღის ომში გამარჯვება და შემდგომ მისი მასში დამარცხება მეორე ომში და საბოლოო ჯამში 2023 წელს საბოლოო ორდღიან ოპერაციის შედეგად ასე ვთქვათ, არცახის რესპუბლიკის გაუქმება და სრული მარცხი გულისხმობდა იმას, რომ ეს მთელი ნაციონალური სიამაყის მიზეზი, ასე ვთქვათ, იქნა განადგურებული და დაფშვნილი. რის შედეგადაც მივიღეთ ის მძიმე რეალობა, რომელიც პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღესაც დგას სომხეთის ქვეყნის სახელმწიფოებრივი შიგნით, რადგანაც გაჩნდა იქ უკვე რამდენიმე ძალა. ერთი ძალა არის ძალიან, ესე ვთქვათ, ხისტად ნაციონალისტური, რომელიც ამბობს, რომ არც მას დასავლეთი უნდა და არც მას რუსეთი უნდა. მეორე ძალა არის, რომელიც უფრო მეტად პრორუსული არის და პრორუსულ იდეებს ახორციელებს და ამბობს, რომ არა ფაშინიანი ეს ყველაფერი არ მოხდებოდა და არის უკვე მესამე ძალა ფაშინიანის, რომელიც ცდილობს იპოვოს გზა დასავლეთისაკენ და გამოიყვანოს სომხეთი ამ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ასე მძიმედ იყო წარმოქმნილი ამ თელს ტერიტორიაზე. რაც შეეხება უშუალოდ აზერბაიჯანს, აზერბაიჯანმა დაიწყო განახლება შუშაში დასახლებების, აი ნელ-ნელა აპირებს, რომ იქ საკუთარი დევნილები დააბრუნოს, სიტულებთ გადაადგილებული პირები დააბრუნოს და ასევე არის მოაზრებული, რომ იქნება შუშას, უკაცრავ სტეფანაკერტის სრული, ასე ვთქვათ, გადასხვაფერება, დაინგრევა ძველი შენობები, რომელსაც უკვე ჩვენ ვხედავთ და საბოლოო ჯამში მოხდება ამ ტერიტორიებზე აზერბაიჯანული მოსახლეობის, ასე ვთქვათ, დაბრუნება ან ჩასახლება უკვე, რომლებიც ამ ტერიტორიაზე არ ცხოვრობდნენ. აი რაც შეეხება სომხურ მოსახლეობას, სომხური მოსახლეობის ბედი, შემდგომი ბედი ჯერჯერობით უცნობია და ვიცით, რომ ამ კონფლიქტის ფონზე დაპირისპირება აზერბაიჯანსა და საფრანგეთს შორისაც გამწვავდა, რომელიც საფრანგეთზე მოგზაურობა, რომელიც მხარს უჭერდა სომხური მოსახლეობის უფლებებს და სომხური მოსახლეობასაც გარკვეულწილად ამ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ძალიან საინტერესო განხილვა იყო. ალბათ მე პირადად ესეთი არ მომისმენია საქართველოში. შესაბამისად, მე მგონია ბევრს დააინტერესებს ჩვენ მსმენელს და თან ბევრ კითხვას გაეცა პასუხი, რომელიც მათ დასვეს კიდეც ამ საკითხთან დაკავშირებით. აი, მათ შორის ახლა ჩვენ ზოგიერთს თუ გადავხედოთ, აი მაგალითად ირანის როლი ამ კონფლიქტში და ზოგადად სომხეთთან. ამაზე ამ მომენტისთვის რა შეიძლება რომ ითქვას? აი, უშუალოდ როცა მეორე ომი მიმდინარეობდა უკვე და ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი იბრუნებდა იმ ტერიტორიებს, ხო? მაგ დროს ირანს რა ის ეკავა ამ შემთხვევაში პოზიცია? ირანმა განახორციელა რამდენიმე მანევრი. მათ შორის ერთ-ერთი მანევრი იყო, როდესაც სასაზღვრო ზონის სიახლოვეს გამოჩნდა რამდენიმე სამხედრო ტექნიკა და სამხედრო პოლიცია. მაგრამ მისი ძირითადი მიზეზი იყო ერთგვარი ჩვენება, ძალის დემონსტრირება, რადგანაც ადგილობრივი აზერბაიჯანელი მოსახლეობა ირანში მივიდა საზღვართან, აზერბაიჯანის საზღვართან და ამხნევებდნენ შეძახილებით, ამხნევებდნენ, ვთქვათ, დროშებით, ამხნევებდნენ სიმღერებით აზერბაიჯანელებს, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყვნენ და ღიად უჭერდნენ მხარს აზერბაიჯანს. უფრო აი ამის დასაშოშმინებლად და ამის შესაკავებლად იყო ეს ნაბიჯი გადადგმული ირანის მხრიდან, რომ მან გაგზავნა სამხედრო ნაწილები უშუალოდ საზღვრის სიახლოვეს ამ ტერიტორიაზე. მაგრამ ჩვენ ვიცით ის ამბავი, რომ აქ აზერბაიჯანული თემი, რომელიც ირანში ცხოვრობს, არასდროს არ ყოფილა პროსომხური, მაგრამ ირანი იმიტომ იყოს პროსომხური განწყობების, რომ სწორედაც ეშინია და ეშინოდა იმ იდეის, თითქოს
აზერბაიჯანს არ გამოეცხადებინა საკუთარი თავი ჩრდილოეთ აზერბაიჯანად. იმიტომ რომ არსებობს ამის შიში და ამის ვერსია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება თუ კი გამოაცხადებს საკუთარ თავს ჩრდილოეთ აზერბაიჯანად, ხოლო სამხრეთ აზერბაიჯანად გამოაცხადებს ირანში აზერბაიჯანული ტერიტორიებს, ის ამ ტერიტორიების დაბრუნებას მოითხოვს და რომ ამ პროცესში მას გვერდით დაუდგება, შეიძლება დაუდგეს თურქეთი და ისრაელი. ცნობილი ამბავია, რომ ისრაელი აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო და პოლიტიკური პარტნიორია. რა შეიძლება ითქვას აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე სომხეთთან? რა შეიცვალაო ამის შემდეგ? ერთ-ერთი მსმენელი კითხულობს. ხო, თავდაპირველად რო ეს უკვე შემდეგ ხდება, ხო? ომის. უშუალოდ სომხური მოსახლეობა ძალიან დიდი რაოდენობით ცხოვრობს კალიფორნიაში. მათ გავლენები ადგილობრივ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ელიტაზე, პოლიტიკურ ძალებზე გააჩნიათ და ესე როგორც სომხური მოსახლეობა დიდი რაოდენობით ცხოვრობს საფრანგეთში. ეს თავარი გადამწყვეტი როლი არ ყოფილა, მაგრამ დიასპორა ყოველთვის აქტიურად იყო ჩაბმული ყარაბაღის საკითხებში. დიასპორა ინტენსიურად აფინანსებდა სტეფანაკერტის აღმშენებლობას. სტეფანაკერტი იყო საკმაოდ მაღალი ტექნოლოგიურად აღჭურვილი სავადმყოფო, რომელიც აშენებული იყო დიასპორის მიერ. ანუ დიასპორა აქტიურად იყო ჩაბმული ყველაფრის გაკეთებაში, მაგრამ დიასპორა ყოველთვის იყო ჩაბმული უშუალოდ ამ საკითხებში და ამ ყველაფრის ესე ვთქვათ აღშენებლობაში, განვითარებაში, დაფინანსებაში, მომზადებაში. მაგრამ ამასთანავე ამერიკის შეერთებული შტატებისათვის ნათელი გახდა ის ფაქტი, რომ სომხეთი შეიძლება ყოფილიყო კავკასიაში კიდევ ერთი დასაყრდენი. იმიტომ რომ აზერბაიჯანი, რომელიც მას ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა, მისი მისწრაფება, რომ თავი მოეწონებინა ევროპისათვის ან ამერიკისათვის, ამის საჭიროება გაქრა. და მეცაც გეტყვით, აზერბაიჯანში გარკვეულწილად გაჩნდა იმის პოლიტიკური განწყობები, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთისადმი გაუმჯობესებულიყო. და გაუმჯობესდა კიდეც. დღეს აზერბაიჯანს ბევრად უკეთესი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ვიდრე ეს მას ჰქონდა მეორე ომამდე. ამიტომაც ეხლა ესე ვთქვათ, ერთგვარი დიპლომატიური გადაჯგუფებასაც ხედავს ამ ყველაფერს, როდესაც ცდილობს იპოვოს დასავლური პარტნიორი სომხეთმა და ამის მაშველად გამოვიდა ერთგვარად ამერიკა და ევროპის ტერიტორიები და მეორე მხრივ ახლა ჩვენ უყურებთ ერთგვარად იმის გააზრებასაც, რომ საფრანგეთს და ზოგადად დასავლეთს დაუპირისპირდა გარკვეულწილად აზერბაიჯანი, რომელიც ამბობს, რომ არასანდო პარტნიორი იყო სწორედაც საფრანგეთი და დასავლეთი. კი ბატონო, ერთი კიდევ რაზეც შეიძლება ამ კითხვაზე რომ გავცეთ პასუხი. ნახერას კითხულობენ ზანგეზურის საკითხი. რა მნიშვნელობა აქვს ახლა და ანუ როგორი პოზიცია უკავიათ ალბათ მხარეებს? ეს ასევე ძალიან საინტერესო საკითხია. მე ვფიქრობ, რომ ზანგეზურის საკითხი არის სრულად ახლებურად დანახული საკითხი, რადგანაც როდესაც შეთანხმება დაიდო მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ამ შეთანხმების შედეგად ერთ-ერთი პირობა იყო ასეთი, რომ ნახჭევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის მიმოსვლა იქნებოდა შეუფერხებლად წარმოებული სომხეთის მიერ. ანუ სომხეთი არ შეუშლიდა ხელს იმ ტვირთების გადაადგილებას, რომელიც აზერბაიჯანის ერთი ტერიტორიიდან ნახჭევანისაკენ მოხდებოდა. მაგრამ როგორ უნდა მოხდარიყო ეს ყველაფერი, ეს დადგენილი არ გახდათ. იმიტომ რომ შუაში არის სომხეთის სიუნიქის პროვინცია, რომელსაც აზერბაიჯანი ამბობს, რომ სიუნიქის პროვინციის ნაწილი არის ზანგეზური. შესაბამისად კითხვა არის ძალიან რთული, იმიტომ რომ აზერბაიჯანი ამბობს ეს რამეს, მე თუ ხელს შემიშლი შენ, მე ამ მუხლს რასაც შენ თვითონ დათანხმდი, ამ შეთანხმებას 2020 წლის 10 ნოემბრის შეთანხმებას, მე ამ ყველაფერს ძალით აღვასრულებ. მაგრამ მეორე მხრივ ტექნიკურად რას გულისხმობდა ეს შეთანხმება, ამის დეფინირება და განმარტება არ მომხდარა. რადგანაც თუ კი ტვირთების გადაზიდვა გულისხმობს გზის დათმობას, ეს გზის დათმობა შეიძლება ამაზე იყოს, რა თქმა უნდა, მაშინ სახელმწიფოთა შორის უბრალოდ მოლაპარაკებების დაწყება, რომ მოდი რა, კი ბატონო, სასწრებს გავხსნი, შენ გადაადგილდები, მე გადავადგილდები და ჩვენ შორის ეკონომიკური ურთიერთობები აღდგება. მაგრამ თუ კი ეს გულისხმობდა კონკრეტულად სიუნიქის პროვინციაზე იმ გზების აშენებას, რომელიც დარჩებოდა ან გადავიდოდა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ, მაგ შემთხვევაში გულისხმობს, რომ სომხეთი სიუნიქის პროვინციაზე, თუნდაც ნაწილზე, თუნდაც მხოლოდ გზაზე
დარჩებოდა დაკარგავდა ის კონტროლს და დაკარგავდა სუვერენიტეტს ამ ტერიტორიაზე. სწორედ ამიტომაც იყო ეს ძალიან პრობლემური საკითხი მთლიანობაში და სხვათა შორის ამის გადაჭრა რო თქვა ჯერჯერობით მოხდა მეთქი რთული სათქმელი არ მომხდარა. იმიტომ რომ აზერბაიჯანი ამბობს ეგეთ რამეს რომ მე კი გამოვიყენებო ახლა ირანის გზასო და ირანი დათანხმდა რომ სარგებელი მიიღოს ამ საოჯო ტვირთების სიარულით დამატებითი გზა ესე ვთქვათ ააშენოს ამ მიმართულებით გზა გააფართოოს ხო აზერბაიჯანმა და ირანმა ერთმანეთთან მაგრამ ირანისათვის ეს ყველაფერი იქიდანაც მომდინარეობს რომ ირანს ეშინია რომ აზერბაიჯანმა არ მოახდინოს ამ სომხური სიუნიქის პროვინციაზე გადასვლა მისი ტერიტორიების ნაწილის დაკავება მაინც და შემდეგ რა თქმა უნდა ირანის გზის დაკარგვა რუსეთზე გამავალ გზაზე, იმიტომ რომ ცნობილი არის რომ ირანი რუსეთზე გადის სწორედაც სომხეთისა და საქართველოს გავლით. და თუ კი რა თქმა უნდა სომხეთის ტერიტორიების თუნდაც ამ სასაზღვრო ტერიტორიის კონტროლი იქნებოდა რაიმე ფორმაში მოქცეული აზერბაიჯანის ხელში, ეს ყველაფერი ავტომატურად იმას მიანიშნებდა, რომ ირანმა დაკარგა გზა ერთგვარად უშუალოდ რუსეთთან მიმართებით. ამიტომაც არის ესეც საინტერესო რომ ახლა აზერბაიჯანმა ჯერ დააყენა ის ნაპირობა რომ აი ეს ანკლავები რომელიც მე ვახსენე ეს არის სამი ანკლავი სომხეთის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანული და ერთი ანკლავი სომხური აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ხო, ამ ტერიტორიების მოგვარება მოხდეს და სხვათა შორის 2024 წელი გამოირჩეოდა ამ ზეწოლით და სომხეთის ხელისუფლებამ დაიწყო სწორედაც ამ ყოფილ აზერბაიჯანულ ანკლავებში მცხოვრები მოსახლეობის გამოყვანა და ამ ტერიტორიების გადაცემაზე რეალურად მოლაპარაკებები და პროცესი ახლაც მიმდინარეობს. აი ამის შემდეგ შეიძლება უკვე დღის წესრიგში აზერბაიჯანმა დააბრუნოს საკმაოდ მძიმე მოთხოვნა რაიმე თვალსაზრისით ან გზის კონტროლის ან გზის ან რაღაცა თავისუფლად ყოველგვარი შემოწმების გარეშე გაშვების ნახჭევანთან მიმართებით დაშვება რაც იმ დერეფანზე გადის წყალებში რომელსაც უშუალოდ ზანგეზურს უწოდებს აზერბაიჯანი და სხვათა შორის ერთი რამის თქმაც მინდა არის ასეთი დასახლება ჯერმუკი სომხეთში რომლის თავზეც არსებული ტერიტორიებიც ახლა ოკუპირებული აქვს აზერბაიჯანს. ანუ სომხეთის ტერიტორიაზე მაქვს საუბარი, ეს არ არის ყარაბაღი, ეს არის სომხეთის ტერიტორიები ოფიციალურად და ამ სომხეთის ტერიტორიების ნაწილი განსაკუთრებით მთებში ალპური კურორტებზე მაქვს საუბარი, იმის ნაწილი ახლა აზერბაიჯანს აქვს ოკუპირებული და შეიძლება ეს იყოს ერთგვარი მცდელობა იმისა, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ აზერბაიჯანმა ზანგეზურის ანუ სიუნიქის პროვინციაზე გზებთან დაკავშირებით რაღაცა დამატებითი მოთხოვნები წაუყენოს კიდევ სომხეთს. რაგვარი იქნება ეს მოთხოვნები და რა ფორმით არის საუბარი გზაზე, ჯერ კიდევ არავინ არის ის ზუსტად რა შეიძლება იყოს ნაგულისხმები. სხვათა შორის ერთ-ერთ ვერსიას მოგახსენებთ. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ეს შეიძლება იყოს მაღალ ხიმინჯებზე შემდგარი ავტობანი, და რომელიც გულისხმობს რომ ხიმინჯები იქნება სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებული, მაგრამ გზა რომელიც ხიმინჯებზე იქნება ზემოდან გარდამავალი იქნება აზერბაიჯანის კონტროლქვეშ. ანუ რომ პრაქტიკულად არ შეეხება უშუალოდ აზერბაიჯანი სომხეთს პირდაპირ, მაგრამ ვიმეორე ეს არის ერთ-ერთი გაშერებული ვერსია, ისიც უშუალოდ ხელისუფლების დონეზე კი არა, ვერსია ანალიზის დონეზე არსებული ვერსია, თორე სინამდვილეში რა შეიძლება განხორციელდეს, ეგ ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კი ბატონო და ამაზე შეიძლება ალბათ ითქვას რამე ნახე კითხულობენ რუსეთის რეალური როლიო მეორე ყარაბაღულ ომში ანუ დასაჯა თუ არაო ფაშინიანი თუ თავი არ ქონდაო ჩარევისაო მე ვფიქრობ ცოტა ორივე პასუხი სწორი იქნება რა იმიტომ რომ აზერბაიჯანის მცდელობა რომ გაეშავებინა ფაშინიანი ეს მართლა ესე მიმდინარეობდა წლების განმავლობაში ამასთან ცნობილი იყო რომ რუსეთის მხრიდან თურქეთთან გადამტერების სურვილი იყო ძალიან მინიმალური და არ უნდოდა მას დაპირისპირება თურქეთთან. სწორედაც ამიტომაც მას ერჩივნა რომ ყარაბაღის საკითხი აზერბაიჯანის სასარგებლოდაც გადაეწყვიტა რა დაეძრათ და საბოლოო ჯამში თავისი სარგებელიც მიიღო ის რომ ერთის მხრივ სომხეთი გამხდარიყო სრულად მასზე ჩამოკიდებული და მეორეს მხრივ უშუალოდ ყარაბაღის ტერიტორიაზე განეთავსებინა მას ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ძალები ანუ პრაქტიკულად ამით განახორციელა ის რომ თურქეთსაც რაღაცა არგო და თავი არ ქონდა თურქეთთან პირდაპირ დაპირისპირების და თურქეთსაც რაღაცა არგო ამით აზერბაიჯანსაც არგო ამით ფაშინიანის გარკვეულწილად დასაჯა და ქვეყნის შიგნით გამოიწვია კრიზისი
კიდევ უფრო მეტად ფიქრობდა რომ ამ კრიზისის შედეგად ჩამოეკიდებოდა სომხეთი მასზე და თან ყარაბაღშიც აღმოაჩინა მან სამშვიდობო ძალები. ანუ მისთვის ამ ეტაპზე ყველანაირი სარგებელი შეიძლება თქვა რაღაც ნაწილ დონეზე დადგა, მაგრამ 2023 წელს, როდესაც უკვე სრულიად მოაგვარა აზერბაიჯანმა სამხედრო კონფლიქტი ძალისმიერი მეთოდებით ამ ეტაპზე უკვე მაშინ აკლებად სავარაუდოა რომ რუსეთს რაიმე სურვილი ქონდა ამ კონფლიქტის ამგვარად მოგვარების, უბრალოდ მას ძალა აღარ ქონდა და თავი აღარ ქონდა შეეჩერებინა აზერბაიჯანული ინტერესები და შეტევა. შენი აზრით, აი ამ კონფლიქტმა თუ აჩვენა, რომ ეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია აბსურდი არის? ხო, რა თქმა უნდა, ცხადია, იმიტომ რომ მიატოვეს, ასე ვთქვათ, მაკაგებით შეიძლება ვთქვათ სომხეთი. ვიღაც იტყვის რომ კი, მაგრამ ეს ხო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ომი, რა შუაშია მაშინ. ძალიან კარგი არგუმენტი იქნებოდა ეგ. რა შუაშია აზერბაიჯანის ტერიტორია კოლექტიურ უსაფრთხოებასთან სწორია, მაგრამ აზერბაიჯანმა დაიკავა ის ტერიტორიებიც, ვიმეორებ, ის ალპური ტერიტორიებიც, იგივე ჯერმუკის თავზე, რომელიც სუვერენულად სომხეთის ტერიტორიაა. შესაბამისად, ამაზეც პათვალის დახუჭვა რუსეთის მხრიდან ნიშნავს იმას, რომ რუსეთს არ ქონდა არც პოლიტიკური ნება და არც სურვილი და არც შესაძლებლობა გარკვეულწილად რომ ჩარეულიყო აზერბაიჯანის და თურქეთის წინააღმდეგ და სხვათა შორის ცნობილი ამბავია რომ პირველ ომში უკეთესად მეორე ომში 2020 წელს ჩამოგდებული იქნა რუსული სამხედროების შოუმფრენი აზერბაიჯანელების მიერ და ამაზე რუსებმა არაფერი არ გააკეთეს, ხოლო 2023 წელს სტეფანაკერტთან დაბომბილდი იქნა რუსეთის სამშვიდობო ძალების ბაზა და ამაზე რუსებმა ვერაფერი ვერ გააკეთეს. ამას იმიტომ მომყავს ეს ფაქტი, რომ ეს რუსების მხრიდან რომ აი სამშვიდობოების გვიბომბავენ და ასე შემდეგ, რაც საქართველოს წინააღმდეგ იყო გამოყენებული 2008 წელს, ეს შეთითხმილი და მოგონილი ბრალდება 2008 წელს, შემდგომში 2020 და 23 წელს ეს ფაქტი რეალურად გახორციელდა ორჯერ და ამაზე რეალურად ვერაფერი ვერ უპასუხა და არაფერი არ უპასუხა რუსეთმა. იმიტომ რომ ეს არის რეალად ის მიზეზი, რის გარეთ რასაც იყენებდა ის უბრალოდ საქართველოს წინააღმდეგ არარსებულ ფაქტზე და რეალურ ფაქტზე მან ვერაფერი ვერ გააკეთა აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან საინტერესო ასევე რეალური. ხო, რას ნიშნავს, რომ ძლიერი მოკავშირე და კარგი არმია გყავს ამ შემთხვევაში გამოჩნდა ეგეც. რა თქმა უნდა, ეს ერთი და მეორე, როდესაც 2023 წელს უკვე რუსეთს თავი აღარ ქონდა უკრაინის ნაცვლად რაღაც სხვაგან მოეგვარებინა ძალისმიერი მეთოდებით. ხო, რა თქმა უნდა, ამასაც ესეც ემატება. ფიქრობ, რომ რაც დასვეს, მგონი კითხვები დანარჩეს ყველაფერს შენ როცა საუბრობდი, მგონი გაეცა პასუხი, ჩემი აზრით ყველა ამ შეკითხვას, ასე რომ თუ ვინმეს კიდე რამე დაინტერესდება, ალბათ მე დამატებით დაგვიწერს მაშინ კომენტარებში რა. და ეგ შეიძლება უკვე მე მაგაზე განვიხილოთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდი იყო, რაც შეგვიწერია ბოლო პერიოდში მწარე პოდკასტზე. და მავიცი იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდები სხვა თემაზე საუბრობთ. მსმენელს კი შეგვიძლია დავამშვიდობოთ, არ დაგავიწყდეთ პოდკასტის მოწონება, გამოწერა არხისა და სხვებისთვის გაზიარება, რა თქმა უნდა, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეძლოს მეტნაკლებად ალბათ საქართველოში ყველაზე ობიექტური და აკადემიური პოდკასტის